თავშიც ვაკეთებ და 14 გრადუსამდე ალბათ გა 14 და 2 ეგ. მართლა? ჩინელებს უყვარს ვარჩულის მაღალ გრადუსიანი. მაგრამ ეს არის მე კაი ხალხის მოხმარების ყველაზე მეუნები და აი გასულდება და მაღალი საინტერესო კატეგორიაა და მაგის დეფინიცია რა არის კარგი ხალხი. ზოგი ამბობს რომ ბიო ევროპაშიც და იმაში სამუბ მე არ ამაქვს ბოლომდე ის რა რთული გასაყიდია. არ გასაყიდვას კი არ არის ცუდი ამიტომ მე რაღაც ავატობი ვიყო მე ჯოჯირობით აი ესეთი არა ფსიქოლოგიურად ავატობობა მოგვა. კარგი მოდი დავიწყოთ. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტებს და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი ბიზნესმენი ირაკლი ბატონელი, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. ესეთ პატარა ის გავაკეთოთ შესავალივით, ხო? ესე იგი ჯერ იყო რომ გამოქვეყნდა სალომე ზურაბიშვილის რაღაც ესე თქვა სტატია, სადაც მოყვანილი იყო მისი ციტატა, თუმცა შემდეგ ჰილსმა ცოტა ჩაასწორა ეს ციტატა, თქვა რომ ცოტა რადიკალურად ჩაასწორა მართალია, მაგრამ თქვა რომ ესე კი არ უთქვამსო, ესე თქვა რომ რუსეთის სათამაშო ველად მოიაზრებაო კავკასიაო და ეს არ უნდა დაუთმოსო ამერიკამო რუსეთსო, მაგრამ თლიანობაში მანამდე იყო იმაზე, რატომ მინდა ეხლა, რატო ვაკეთებ ამაზე აქცენტს, იმიტომ რომ ზოგადად ეს სათამაშო მოედნად განხილვა, ხო, არახალი ფენომენია და ზოგადად თვითონ ანუ ის რაც მანამდე იყო ნათქვამი, იქაც არ არის ესე ვთქვათ რამე უცხო და ესე ვთქვათ თითქოს ისეთი რომ სენსაციური მანამდეც არ ყოფილა, რაც ჩაასწორეს, ხო? იმიტომ რომ თუ შევხედავთ თუნდაც ევროპასთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკას ბოლო წლების, ხო, თან ტრამპს არ უკავშირდება ეს ტრამპამდე რაც იყო ბაიდენის პოლიტიკასაც რო შევხედოთ ევროპასთან მიმართებაში. ახლა აი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ნუ ცალსახაა რომ ამერიკა რა თქმა უნდა ევროპასაც განიხილავს როგორც სათამაშო მოედანს, ესე ვთქვათ, მასსა და ძირითად მოპაებ ქრეებს შორის, ვთქვათ, რუსეთს და ჩინეთსაც მათ შორის, ხო? ჩინეთთანაც საპაექრო მოედნად და ის რესურსები, რომელთაც ევროპა არის ცნობილი, საკმაოდ წარმატებით ამერიკელებმა საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე გამოიყენეს ამ წლების განმავლობაში და უწესეს შეიტანეს საკუთარი, ესე ვთქვათ, ენერგორესურსები, რომელიც უფრო ძვირი უჯდება ევროპას და მისცეს რა ევროპულ კომპანიებს უფრო დაბალი სატარიფო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიაზე, საკმაოდ ბევრი ევროპული წარმოებელი გადავიდა ამერიკის ტერიტორიაზე. ანუ ისეთი განსაკუთრებული და განსაცვიფრებელი არც პირველი განცხადება იყო და ნუ არც მეორეა, ესე რომ ვთქვათ, ხო? თლიანობაში ის რომ კავკასია და ის რომ ვთქვათ საქართველოს შეიძლება განიხილებოდეს ამერიკასა და რუსეთს შორის და ახლა უკვე ჩინეთს შორისაც, იმიტომ რომ ჩინეთის ინტერესებიც გამოჩნდა ჩვენს რეგიონში საკმაოდ აქტიურად, რაღაცა სივრცე თურქეთი, რა თქმა უნდა, ანუ არ დაგვავიწყდეს მაინც. თურქეთი, ირანის, რუსეთის სულ მოვიაზრებ, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებია, რომლებისთვისაც ჩვენი რეგიონი პრინციპულად მნიშვნელოვანია, ხო? და ესენი თამაშობენ იმ თამაშს, რომ სხვა მოთამაშეები ჩვენს რეგიონში არ იყვნენ, მაგრამ ეხლა ვთქვათ ასე, რომ ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, როგორც ის სამი ესე ვთქვათ კონკურენტი ერთმანეთისა გლობალურ ესე ვთქვათ ძალთა გადანაწილებაში და კავკასია როგორც ერთი ადგილი, კიდევ ერთი ადგილი, იმიტომ რომ სხვა ადგილებიც არსებობს. ჩვენ ძალიან რთულ და დიდ თემას შევეხეთ. ხო. ძალიან რთული იქნება ერთი პოდკასტის ფარგლებშიც კი ამ თემის გაშლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი პოდკასტი კი არის, მე მგონი სულ ამაზე ვლაპარაკობთ, რაც პოდკასტები გვაქვს. მაგრამ თავის ანატომია აქვს ამ საკითხს. პირველი რითაც დაიწყეთ საუბარი, ეს სალომე ზურაბიშვილის განცხადება, მე ჩასწორდა თუ ესე იყო, მე მაინც მინდა რომ კარგი ვეძებო ადამიანში და მინდა რომ დავიჯერო, რომ რაც ჩასწორდა, ის იყო ნათქვამი, რომ კავკასია არ იქნება არ იყოს გამოყენებული სათამაშო მოედნად და არა პირიქით შესთავაზო სხვას რომ მოდი გამოიყენე. მე მაინც მინდა რომ დავიჯერო, რომ ესე იყო ნათქვამი და არა ისე, როგორც თავიდან გაჟღერდა. თუმცა მე აფს არ გამოვიწყავ. მეც რასაკვირველია გეთახმები და მინდა რომ ესე ჯობდა რომ ყოფილიყო ნათქვამი, მაგრამ გუშინ აი იჩქარეს თუ რა კდეს და შეაფასეს პოლიტიკოსების ნაწილმა და თქვეს რომ ახსნეს რომ დიახო ესო კარგი ნათქვამი იყო და ეს ალკი ისტორია. ესე იგი მოეწონა ის რაც იყო. ეს ალკი ისტორია არის. განხილვის ესე ვთქვათ. ყურადღების ღირსი ნამდვილად არის ეს საკითხი. რაც შეეხება სათამაშო მოედანს, არა მარტო კავკასია. თუ ცოტა მაინც
კითხვა არ ეზარებათ განსაკუთრებით იმ ხალხს, რომელიც აპროტესტებს და 200 წლის წინანდელი ამბებით უნდა დაიწყონ კითხვა მანოროს დოქტრინიდან მოყოლებული, როდესაც ამერიკა პირველად გამოჩნდა საგარეო ფაქტორი. და დღემდე, აი 1823 წლიდან დღემდე ამას თუ გადავხედავთ ამ ამბავს და წავიკითხავთ, მაშინ აბსოლუტურად დაგვილაგდება თავში, რატო ხდება ის, რაც ხდება. ამას ყველაფერს, რაც მთელი 200 წლის განმავლობაში მსოფლიოში ხდება, ამას ქვია ამერიკის უსაფრთხოება. ამერიკის ზრუნვა თავის ქვეყნის უსაფრთხოებას. კი ბატონო. თუ ცოტა უფრო ნაკლების წაკითხვა უნდათ, მაშინ მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, თუ უფრო ნაკლების, მაშინ საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული და თუ საერთოდ წაკითხვა არ უნდათ არაფრის, ხო? მაშინ მოусმინონ ტრამპს, რომელიც ამბობს, რომ მინდა გრენლანდია, მინდა კანადა, მინდა და რატო უნდა? ესეც ყველაფერი უსაფრთხოებიდან გამომდინარეა. ხო, გუშინ ახსენეთ საერთაშორისო რომ საერთაშორისო უსაფრთხოება სჭირდება გრენლანდია. რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა. ანუ ეს არის ჩრდილოეთ საზღვაო გზების გაკონტროლების მოკლედ, ეს არის ამერიკის უსაფრთხოება. იმიტომ რომ ნებისმიერი ხელისუფალი, ნებისმიერ ცივილიზაციაში, ნებისმიერ სახელმწიფოში ზრუნავს 4 რამეზე. პირველი ეს არის სუვერენიტეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს. შეზღუდულია, მაგრამ გვაქვს, ხო? ეს არის უსაფრთხოება, ეს არის დემოკრატია, თუ დემოკრატიულად უნდა ცხოვრება, ანუ ნებისმიერი პოლიტიკური მოწყობა, მონარქია, დემოკრატია და ეკონომიკა. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხმარდება ეკონომიკას და საბოლოო ჯამში ხალხის კეთილდღეობას. გადის ხალხის კეთილდღეობას. აი ეს რაც ხდება დღეს სოფლიოში და ბოლო აი ამ პერიოდის განმავლობაში ეს ყველაფერი არის ამერიკის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. იმიტომ რომ ამერიკის სუვერენიტეტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ უსაფრთხოებაზე ზრუნავს ეს ხალხი და ამას არც მალავენ. ეს არც იმალება, ეს ქვეყნდება დოქტრინების სახით, სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრებში შექმნილი დოკუმენტების, საპროგრამო დოკუმენტების სახით და ამას თუ გადავავლებს თვალს, აი აბსოლუტურად დაგვილაგდება ყველაფერი თავში. რა პროცესი ხდება და ჩვენ სადავართ. ეხლა მთავარია ჩვენ როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენი თავი აი ამ ახალ უსაფრთხოების სისტემაში, რომელიც ჩამოიშალა, ხო, იალტის და პოცდამში, თქვათ, და დაგეგმილი ეს უსაფრთხოების სისტემა. გეოგრაფია, გეოპოლიტიკა ფორმალურად დარჩა. უშიშროების საბჭოს ფორმალური. ეხლა ჩვენ წინაშე დღეს საკითხი, რომ ჩვენ როგორ ვიპოვოთ ჩვენი თავი ახალ სისტემაში. კი ბატონო. როდესაც იყო ერთპოლარული სამყარო, ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე ერთპოლარულია. გასაგებია ყველაფერი. ერთი დიდი კაცია და ნუ გინდა არ გინდა მის გვერდში ხარ. როდესაც იყო ორპოლარული, მაშინ ჩვენ ერთ პოლიში შევდიოდით, ხო? კი ბატონო. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორპოლუსიანი სამყარო იყო და მარტივი იყო. ჩვენ არ ვიყავით დამოუკიდებელი. აი ეხლა თუ სამყარო მიდის მრავალპოლუსიან სამყაროსკენ დაიწყო სვლა და ალბათ ეგრე იქნება, სავარაუდოდ. აი მაშინ ჩვენთვის ადგილის პოვნა შედარებით გამარტივდება. შედარებით, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ შევეცადოთ, რომ გქონდეს კარგი ურთიერთობა, მეგობრული, სავაჭრო, ყველა მოთამაშესთან და არ ამოვარჩიოთ განსაკუთრებით ერთი ვინმე. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ესე ვთქვათ, ერთთან უნდა იმეგობრო, სხვებთან ტრობის ფონზე, ხო, ესე გამოდის და ამიტომ არ მაქვს მე მზა რეცეპტი. თავარია რომ ეს პროცესი ხდება ჩვენ ვფიქრობთ რომ არის შესაძლებლობა, ანუ მაგალითად ესე ვთქვათ უნიპოლარულ სამყაროში გასაგებია რომ არჩევანი რა არის, ხო, ერთს უნდა დაემორჩილო. კი ბატონო. ბიპოლარულში არჩევანი არც არის. ხო, ბიპოლარულშიც თითქოს შეზღუდულია ეს არჩევანი, იმიტომ რომ ან ერთ მხარეს უნდა იყო, ან მეორე მხარეს. მაგრამ ერთთან ყოფნა ნიშნავს მეორესთან მტრობას აუცილებლად. უნებრივია. აი ეს მულტიპოლარული სამყარო იძლევა შესაძლებლობას არჩევანის? მეც შესაძლებლობას იძლევა. ჩემი აზრით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და საქართველოს წინაშე, სხვა ქვეყნების წინაშე წეს მუდმივად იდგა და სხვადასხვა ერთ რამეს გაგახსენებ ჩვენსო YouTube-ში ნებისმიერ შეუძლია მონახოს და კარგად მახსოვს. სააკაშვილი ახალი პრეზიდენტია, პირველი დღეებია შეიძლება ისე ვთქვას და მისი გამოსვლა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო პარლამენტში, აი მახსოვს შეიძლება მონახოთ, რომ ჩაბარდა 2004-ის თუ 2008 წლის. არა, 4-ის, აი ვარდების მერე პირდაპირ მოსული და ამბობს, რომ ჩაბარდა ის დრო, როცა ჩვენო სამხარეზე ვიყავით, ჩვენოს ვაგზელებ და ჩვენ უნდა ვიყოთო ეხლა ყველასთანო. რუსეთიცო, ისიცო, ის რაც საქართველოს სიკეთეს მოუტანს. მან არსებითად ეს თემა თქვა რომ ეს უნდა, მაგრამ
გარემო იყო სხვა და მას იქაც ვიცი რომ სასრაფოთ იქ მოუჭირეს ახრაკები, იმიტომ რომ რამდენად თქვა ესე ადვილად ეს ყველას სურვილი შეიძლება იყოს გაიწიოს და მას სასრაფოთ მიუთითეს რომ ეს ესე ვთქვათ ეს არის ილუზია და განცხადება იყო არასწორი და უნდა ჩამგარიყო. ხა ის 2004 წელი ეს არის უნიპოლარული სამყაროს პიკია. გასგეუნები რომ მან დაიწყო პირველი ვიზიტი სათქო და გეხსოვნება. ხო და მაგით გქონები რომ ანუ რა არის ჩვენ უნდა შევხედოთ რომ ჩვენი სურვილები ამას ვაგრძელებთ და შესაძლებლობები უნდა თანხვედრაში იყოს, თუმცა და ყოველთვის ესე არა ჩვენ ესე ვიღაცას რო წარმოიდგენს, ვიღაცა რო წარმოიდგენოს, რომ ხა ჩვენ რადგან მოვინდობებთ, ხა მე ჩვენ ესე ავირჩევთ. ასე უკვე კიდე როგორ დაალაგდება. რა ჩვენზე ესე ჩვენზე არაფერი არ დამოკიდებული ეგრე არ არის, მაგრამ იქ მაშინ ვიცი რომ იქ დიდი საყვედურიც მოყვა მაგას, მომიც კი არა აქ ანუ იმე ნაკლი და თავისთავად სწორს ამბობდა, მაგრამ არა სწორ ვითარებაში. კი, სწორს ამბობდა. ჩვენც ახლა რამდენად იგივე მოქმედებას დაიწყო. ჩვენც ეს გვინდა. ოღონდ შეიცვალა ქვეყანა. გასაკურული. დღეს ის ქვეყანა აღარ არის. და ვითარებაც შეიცვალა. ვითარება შეიცვალა, ქვეყანა ის აღარ არის, გაცილებით წინ წავიდა, უფრო განვითარდა, შედარებით გამდიდრდა, შედარებით რა თქმა უნდა 20 წლის განმავლობაში რეალურად ახლა და საგარეოს ვითარებაც აი თითქოს ხო კი ბატონო ანუ კონიუნქტურა იცვლება ფაქტორები იცვლება რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი გადაწყვეტილებები მაგალითად ანაკლიის პორტის მშენებლობა ერთის მხრივ იმიტომ რომ ჩვენ ესე გამოვიდა საბოლოო ჯამში რომ ჩვენ ძალიან თუ გავაკეთეთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს კი რაღაც ნაბიჯები გადაიდგა მიმართულებით მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ძიმე დაპირისპირების მე როგორც მესმის დაპირისპირების პროცესში საკმაოდ ჩვენთვის ესე ვთქვა თამამი გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ჩვენ ჩავდებთ ფულს ანაკლიის პროექტის განხორციელებაში და არ დაველოდებით ვიღაცის მოსვლას რომ მან გააკეთოს. რამაც რეალურად გამოიწვია ის რომ ჩინურმა კომპანიამაც თქვა რომ თქვენ თუ დებთ ჩვენც ვდებთ თქვენთან ერთად და გავაკეთოთ. ანუ ჩინეთის შემოყვანა მაგალითად ჩვენს რეგიონში ერთის მხრივ. მეორეს მხრივ ახლა გუშინდელი ანუ ჩვენ ახლა როცა პოდკასტს დავდებს უკვე გუშინწინდელი იქნება. გუშინწინდელი ესე ვთქვათ, ესე ხელმოწერა აბუ-დაბიში იმ 6 მილიარდიანი ინვესტიციებთან დაკავშირებით ემირატების მიერ რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, ხო? ხო, ანუ არის იმ ლოგიკაში, აი ამ მულტიპოლარიზმის გამოყენების ლოგიკაში. და ბარემ ის მინდა ჩაგეკითხო, რომ შენ თავის დროზე მეგისმენ და ძალიან საინტერესო იყო. ორი წლის წინ ალბათ ანაკლიის პორტზე საუბრობდი და მაშინ ამოვდი რომ არც ისეთი საჭიროება არის ამას ვეტვირთავთ. აი დღეს როგორი ვითარება, ისევე შეცვლილი ვითარებასთან ხო, ეს ყველაფერი ამ კონტექსტში ჯდება, აი თქვენი კითხვები აბსოლუტურად. ანუ მე ის თქმა მინდა ჩვენი ამოცანაა რომ მაქსიმალურად გავხდეთ საჭირო გარე სამყაროსთვის. კი ბატონო. და ბევრისთვის. ბევრი მოთამაშისთვის, როგორც აზიაში, ისე ევროპაში, ისე ატლანტიკის იქეთ ვიყოთ საჭირო. შესაბამისად, ამისთვის რაღაცა გარკვეული ჩვენ წინაპირობები გაგვაჩნია, ობიექტური. ჩვენ მდებარეობა, ძირითადად გეოპოლიტიკა ხა, ჩვენ არა ვართ ნავთობის ქვეყანა, მაგრამ გვერდში ყავს ნავთობის ქვეყანა, რომელიც ჩვენზე მომმულია. რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი არსება. რა თქმა უნდა. ნუ ეხლა იქ როგორ დაალაგდება კავკასია, ალბათ დაალაგდება, იყო ცდილობები რომ იქ სომხეთთან გარკვეული ასე ვთქვათ ურთიერთობები დამყარდეს, ჩვენს იმიტომაც ჩვენს მიმართაც ჩემი აზრით, იმიტომ იყო მოჭარბებული ყურადღება რომ აი ამ კონტექსტში რომ სომხებთან განსაკუთრებული დამეგობრება საქართველოს გარეშე შეუძლებელი. შესაბამისად ერთ-ერთ ვერსიად ესაც უნდა განვიხილოთ. საერთოდ ძალიან ეხმიანება ეს ყველაფერი იმას რაც ხდება დღეს საქართველოს თბილისის ქუჩებში, ხო? ჩვენ რაღაცა ლოგიკას უნდა გავყვეთ. უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის ლოგიკა და დავიჯეროთ. ეს ყველაფერი ხო 22 წლიდან დაიწყო. მანამდე ხო ინტერესთა კონფლიქტი ჩვენ არავისთან არ გქონია. იყო სრული თანხwebdriver ჩვენ დასავლელ მეგობრებთან ინტერესთა თანხwebdriver. იგივე შეერაღების არავის არ ვამბობ დასავლეთ გულისხმობ. დასავლეთ გულისხმობ. ხო, არანაირი ჩვენ ინტერესთა კონფლიქტი არ ქონდა. პირიქით მათ ინტერესში შედიოდა ჩვენი გაძლიერება, ეკონომიკის, შეერაღების და ასე შემდეგ, ყველა მიმართული დემოკრატიის და შემდეგ. 22 წელს იცვლება მკვეთრად ეს ყველაფერი, ხო, ომის დაწყებასთან ერთად. ეხლა ჩვენ რა ლოგიკა უნდა ავირჩიოთ? ჩემი ლოგიკა არის ის, რასაც გეუბნებოდით, რომ ეს არის ზრუნვა ერთი ქვეყნის თავის თავზე. მის უსაფრთხოებას, ამერიკის უსაფრთხოებას. ამაზე უამრავი ლიტერატურა, ამაზე იწერებოდა, ამას არც მალავდნენ კიდევ ერთხელ ვიძახი. ამიტომ ეს ყველაფერი რუსეთის ენერგეტიკიდან ჩახსნა ევროპის, ესეც მათი უსაფრთხოება, ესეც მათი
აქ შემოსავლები იგულისხმება პირველი რიგში, რა თქმა უნდა. და ამას ახორციელებენ. თუ ჩვენ გავყვებით ამ ლოგიკას, რომ ჩვენ ჭირდებოდით სხვა თავის ინტერესების განხორციელებისთვის, მათ შორის რადიკალური ქმედებებისთვისაც მომთა მიმართებაში, მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება ჩვენთვის. არ მეორე ლოგიკა, ხო, რომელსაც ის ხალხი, რომელიც აპროტესტებს, ცდილობენ რომ დაიჯერონ, რომ უცებ 22 წელს სიყვარულის ბუშტი გაუსხდათ ქართველების მიმართ, ამდენ ხალხს, მთელ დასავლეთს და არ იქა როგორმე კარგად ვიცხოვროთ ქართველებმა და ჩვენზე ზრუნავენ და მაშინ ამ ლოგიკას უნდა გავყვეთ და მაშინ თქვათ, რომ კი ბატონო, ესენი არიან ჭეშმარიტი მეგობრები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ. კი ბატონო. ხო, მეტი სხვა ლოგიკა არ არის. მე მაინც მგონია, რომ პირველ ვერსიის მომხრე ვარ. მე ეს არის აბსოლუტური პრაგმატიზმი, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში და ესე თქვათ, ეს არის მათი ინტერესებზე ზრუნვა. საფრანგეთმა დაიწყო უცებ კავკასიაზე ზრუნვა, მაგრამ პარალელურად დაკარგა გავლენები აფრიკაში. კი ნახო დაკარგა კალედონია, კუნძული. დაკარგა აფრიკა, გულისხმობ იმას, რომ ნედლეულის ბაზა ფაქტურად დაკარგეს. ახლა ურანზე, ატომენერგიაზე აწყობილი ენერგეტიკა საფრანგეთს და მისი წყარო მომავალი იმ ქვეყნებიდან ფაქტურად გავლენა დაეკარგა. ხო და პარალელურად ესე თან კრიზისია იმ ქვეყნებში. თან, ესე თქვათ, ესეთი მოჭარბებული სიყვარული ჩვენს მიმართ და ჩვენი კეთილდღეობის მიმართ, ხო? აი ძალიან ცოტა რაღაცა გროტესკულ ვითარებაში აღმოვჩნდით ჩვენ და ამიტომ აუცილებელია იმის ცოდნა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები საგარეო კუთხით ამერიკაში, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის მერე. აი მაგალითად 91 წელს იყო ეგეთი კაცი, პოლ ვულფოვეცი, რომელიც მერე გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და 91-ში იყო დიკ ჩეინის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და ეს კაცი წერს ჩვეულებრივ რუტინულ ნაშრომს, რომელსაც ერქვა სახელმძღვანელო თავდაცვის ორგანიზებისთვის. ეს იყო მისი საქმე, ის ამისთვის მუშაობდა იქ. მაგრამ შემდეგ ეს ნაშრომი გადაიქცა ვულფოვიცის დოქტრინად. და ეს იყო ფაქტიურად ნეოკონსერვატორული აზრის, ესე თქვათ, გამარჯვება და დაინერგა უკვე ნეოკონური აზრი ამერიკაში და მართლობაშიც მოვიდნენ. მე მთელი ეს 30 წელი სულ ნეოკონური, ანუ რას გულისხმობდა ეს? იქ ეწერა, რომ იცით რა, რუსეთი ეს უკვე ხდება, როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, საბჭოთა კავშირი დაინგრა, დაიშალა ვარშავის შეთანხმება და დადგა დილემა, რომ ის პარადიგმა, რაზეც აწყობილი იყო ესე თქვათ, ცივი ომის და დაიშალა, ჩამოიშალა. ახლა რა ვქნათ? განსაკუთრებული სიმძიმით საკითხი დადგა ნატოს მიმართ, იმიტომ ნატო რა საჭიროა მაშინ, იმიტომ რომ ეს იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შექმნილი. რა გავაკეთოთ? სხვაჩვენს იყო მოსაზრებები, რომ მოდი მარშალის გეგმა 2 შევთავაზოთ რუსეთს და იქნება აი დემოკრატიული გზით წავიყვანოთ და იქიდან საფრთხეები აღარ წამოვა, თუ რუსეთი გახდება კანდიდატება და დემოკრატიული ქვეყანა გახდება, საფრთხეები არ წამოვა. მაგრამ გაიმარჯვა აი ამ აზრმა, რაც ვულფოვეცი ეწერა თავის დოქტრინაში, რომ ეხლა კი არის შედარებით დემოკრატიული ელცინის დროს, მაგრამ ჩვენ არ აქვს გარანტია, რომ ისევ ხო, და ისევ ავტორიტარულში არ გადაიზრდება და ამიტომ ჩვენ მაინც უნდა მტრად დავნიშნოთ რუსეთი. და ჩვენ დანიშნეს მტრად, მაშინ დაინიშნა მტრად რუსეთი და გაგრძელდა ზუსტად ის პარადიგმა, რაც იყო ცივი ომის დროს. ნუ მე კლინტონის დროს მე ეს ომები და ასე შემდეგ ეს ერაყის და ნუ ახლა ძალიან სიღრმეებში ვარ წავედით და მოვედით დღემდე უამრავი ნაშრომები შეიქმნა, წიგნები დაიწერა ამის თაობაზე, უკრაინის როლი, საქართველოს როლი, კავკასიაზე მთელი თავები იწერებოდა. რანდ კორპორაციის ნაშრომები მე წაკითხული მაქვს 19 წლის, მთელი თავი არის საქართველოსი. მთელი თავი. სხვაჩვენს იქ ძალიან საინტერესო რამე წერია, რომ ეს რანდ კორპორაცია, ესა პროგრამული დოკუმენტი, რომელსაც ქმნიდნენ, იწერება თავდაცვის სამინისტროსთვის, დაზვერვის სამმართველოსთვის და სახელმწიფოსთვის. და იქ ესეთი რეკომენდაცია არის, რომ არ ღირს საქართველოში ინვესტიციების გაკეთება, ფულის ჩადება, იმიტომ რომ ჩვენ რუსეთს, ესე ვთქვათ, კონკურენციას ამ ნაწილში ვერ გაუწევთ, ამიტომ ძირითადი აქცენტი გავაკეთოთ არასამთავრობოზე, ეს 99 წლის თუ 99 წლის. 2019 წელს. 2019. ანუ უკვე უფრო აქეთ. ხო, უკვე გვიანდელი დოკუმენტია და სხვათა შორის, აი თუ გადახედავთ ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციებს ვერ დაინახავთ. იყო ერთი ESTELAS-ი, რომელიც გავიდა და მიყიდეს რუსებს თვითონვე. არ არის. ანუ უცებ თავში ხო, იმიტომ იმას გამიკვირდა 2019 მანამდეც მაგალითით მუშაობდნენ და იყო ეს ეგ ჯერ კი რეიგანის დროს დაიწყო ეგ ლოგიკა
და ეს ნეოკონების განსხვავება წინა თეოპოლიტიკური თეორიისგან, რომელსაც პოლიტიკური რეალიზმი ერქვა, იყო იმაში, რომ პოლიტიკური რეალიზმის დროს მეორე მსოფლიო ომიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე ისინი ესეთ მორალურ ექსპორტს არ განიხილავდნენ. ის იყო მხოლოდ აგრესია, შეერაღება და ესეთ მილიტარისტული შეკავება იმის მოწინააღმდეგის. ხო, ეს მორგენტაუს თეორია, მაგრამ ნეოკონებმა უკვე ახალი პუნქტი დაამატეს, მორალური ექსპანსია. ანუ ეს ინსტრუმენტები, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო, დაიწყო ზუსტად, აი რეიგანის დროს დაიწყო ამის შექმნა, ეს ნედი, მაშინ შეიქმნა ნედი 83-ში. და აი ეს 30 წელი ეს ინსტრუმენტები ისე გააძლიერეს, ეს გავლენის ინსტრუმენტები ჩვენზე, ამის შედეგებს ჩვენ ხედავთ ახლა. ხო, ეს რაც ხდება, ეს არის ამ ინსტრუმენტების გაძლიერების შედეგი. ამიტომ, როდესაც ჩვენ უცებ მოვინდომეთ ერთი ხელის მოსმით ახლა ამ ინსტრუმენტების გაქრობა, ესეთ ძაფრი რეაქცია, ამიტომ ამითი აიხსნება. რა თქმა უნდა. სხვა შორის 2008 წელს პრეზიდენტის არჩევნების დროს, როდესაც ვითომ მიშა მოიგო პირველ ტურში, ყურში მაქვს ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვები, რომ ვინ არის ლევან გაჩიჩილაძე, ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ, ამორიცხულია. პირდაპირ თქვა, ჩვენთან იყო მოსულ ოფისში პარტიის მაშინ და პირდაპირ თქვა ეს და ამიტომ ეს გეგმა რაც არსებობდა ამ წლების განმავლობაში სულ მუდმივად ვითარდებოდა. მაგრამ ეხლა მოდის ტრამპი, რომელიც ამბობს, რომ deep state უნდა დავშალო, deep state არის ნეოკონური თავიდან ბოლომდე. ეს უნდა დავშალო, უნდა შევცვალო პარადიგმა, არა ომებს, დაიწყო სატარიფო ბრძოლები. ემაგრად გუშინ კოლუმბიას უთხრა, რომ მე შენ დაგბეგრა 25% თუ არ მეიღებ, ერთ დღეში შეცვალა სიტუაცია. ინსტიტუციო შეცვალა იმან. ანუ ტრამპი ემხრობა სატარიფო ომებს. ნეოკონების ხო შეს გუშინ გამოაჩინა, რომ აქამდე თუ ისე უყურებდნენ პირველად რომ მან თქვა ტარიფებიო და არა სანქციებიო, რუსეთთანაც გამოიყენა გახსენებ პირველად. სულ ერთი კვირის წინ თქვა, რომ მე სანქცია და მანიც ტარიფებზე დაიწყეს ლაპარაკი გულისხმობს, და აღმოჩნდა, რომ ტარიფი ძალიან ეფექტურად ამუშავა. რამდენიმე საათში კოლუმბიამ ესე თქვა, კი არ დაიწყო დიდი დიპლომატიური მოლაპარაკება, იმ წუთშივე უკან დაიხია. ის რომ მოაწერა იმ პირველ განკარგულებებს ხელი, მათ შორის იყო ნავთობის მოპოვების გაზრდა. კი. და ეს ზუსტად რუსეთს ურტყავს, იმიტომ რომ რაკეტებით კი არ ვესროლოთ, ფასი დაუგდოთ ნავთობის და საუდის არაბეთსაც მიმართა რომ დაწიათ ფასი. ხო, არ ვიცი, რამდენად უფრო პიარული მგონია, იმიტომ რომ ეს მარტივად არ არის. არა, რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ განაცხადა იქ რომ OPEC-საც მიმართა რომ ფასი დაწიოთ. ნუ ყოველ შემთხვევაში კიდე საინტერესო იყო, რომ რუსეთის საქონელი რომელიც შედის ამერიკაში ძალიან ცოტა. ნუ მაინც არის რაღაცა რაღაცები. თუმცა რუსეთი ისინდენაც უკვე დაბალ ფასში ყიდის. გაგრძელი არ დაგავიწყდეს. ხო და აი ეს ნეოკონების შეხედულება ეკონომიკის მიმართ იყო არის ესეთი, აი მაგალითად ერთ-ერთი ფუძემდებელი ამ თეორიის ნეოკონსერვატიზმის დანიელ ბელ იყო ეგეთი პოლონელი ებრაელი, ის ამბობდა, რომ ეგენ მარქსისტები იყვნენ რეალურად. ეგენ იყვნენ მარქსისტები. ამბობდნენ კიდევაც, რომ ჩვენ ვართ მარქსისტები რაღაც. ხო და ამბობდა, რომ მარქსის ხო ქონდა ეს თეორია საზოგადოების განვითარება, ფეოდალიზმი, კაპიტალიზმი, სოციალიზმი. ისინი ამბობდნენ ინდუსტრიამდელი, ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული პერიოდი. და ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ პოსტინდუსტრიულ პერიოდში, ანუ მეცნიერებაზე, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ასე შემდეგ, ანუ თავი უნდა იყოს ამერიკაში, ხელები სხვაგან. მუშახელები. აი ტრამპი ახლა უკან აბრუნებს ამას. იძახის, რომ თავიც აქ უნდა იყოს, ხელებიც აქ უნდა იყოს, ის ქარხანაც აქ უნდა მოვიდეს, რომელიც ჩინეთში წავიდა თავის დროზე და ეგ ტენდენცია. ამას ზუსტად მაგას აკეთებს ახლა. აი ამ ფასების ცვლით ენერგეტიკაზე და ასე შემდეგ, ზუსტ ამ ტარიფების ომით მას უნდა რომ მეტი საქონელი შექმნას თვითონ თავის ტერიტორიაზე, რეალ ეკონომიკა, არა მარტო მაღალ ტექნოლოგიური, არამედ რეალური ეკონომიკა. ანუ აბსოლუტურად განსხვავდება ის პარადიგმა, რაშიც ის შევიდა ახლა და რასაც ის თავაზობს, რამდენად ეს განხორციელებადი 4 წელიწადში. აი ეს მინდოდა მეთქვა ზუსტად, აი ხმით რეალურად. ეს არ ვიცი. ამაზე პასუხი არ. მოდი ვთქვათ რეალურად, 4 წელიწადიც არ არის, ხო? ეს 1 წელი მოსამზადებელია, 2 წელი და ბოლო საარჩევნო პერიოდია და თან ეხლა მეტი ნამდვილად აღარ შეუძლია, მან უნდა მემკვიდრეზეც იფიქროს თუ ესეა, ალბათ უნდა შეიქმნას რაღაც დიდი ალბათ ძალისმიერი მეთოდები იქნება, იქ პლანი კი არა, ის სიტყვად მონახავ, ნეოკონები მართავენ ახლა რაღაცა deep state-ის ნეოკონური. ხო და deep state-ის ალტერნატივა ხო უნდა შეიქმნას, რომელიც ამ ტრამპიზმს გააგრძელებს. ეს დეპარტამენტი, რომელიც ეფექტურობის დეპარტამენტი ეგრეთ წოდებული სანამ სახელი დაერქვება, აი deep state-ი თქვათ თეორიაში შეგვიძლია
ტრამპიზმი რაღაც სახელს მოუძებნიან, ხო? ახალი რაღაცა ხო უნდა შეიქმნას, ეს ცარიელ ადგილებს ვერ არა, მას ჭირდება აღმასრულებელი ნაწილი თავისი, ესე თქვა, პოლიტიკის, ხო? გამგზელებელი, რომელიც ამისი ვინც აღასრულებს. ნუ ესე მოდი ვთქვათ, მაშინ ბიუროკრატია. ნეო-დიპ სტეიტი ჭირდება. ნეო-დიპ სტეიტი. ნეო-ტრამპული დიპ სტეიტი. ხო, ნეო-დიპ სტეიტი, აი შეიძლება დღეს გაჩნდეს. დიპ სტეიტი ეს არ არის, ეს არის ხალხი, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, ხო? უბრალოდ ის უნდა წავიდეს, სხვა უნდა მომდა. ეს არის ათეულობით 1000. ამის ესე რომელიც გაანაგებს ამ სახელმწიფოს თუ ის ძალისმიერი მეთოდებით, აი რას ახლა კოლუმბიას გაუკეთა გუშინ. ეს არის ძალისმიერი მეთოდი. ახლა შენ მიიღებ ხალხს უკან თუ არა და მე შენ დაგжди. ეხლა როგორ ჩანს დაიწყება, ახლა ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზელენსკის ინტერვიუ, რომელმაც თქვა რომ 170 მილიარდიდან ნახევარი მივიღებოდა. კორუფცია თუ გინდა იპოვოთ, მეორე ნახევარი ეძებოთ ამერიკაში საწავიდაო. განცხადებებში მასკის და ტრამპის ტვიტერებში ეს იკითხება, რომ ესენი აპირებენ ამ თემაში შესვლას. აი ამ კორუფციაში შესვლას ეგრეთ წოდებულ ახლა. იქ ღია არის ეს კორუფცია იბეგრება იქ, ხო? ამერიკა ესეთ ქვეყანაა. ამას ლობიზმი ქვია იმ ქვეყანაში. მაგრამ აი მაშინ მოუწევს ძალიან სერიოზული ძალისმიერი მეთოდებით, ამ სასამართლოებით, პროკურატურით და ასე შემდეგ. აი რაც მიშამ გააკეთა 2004 წელს. რომ ფისკალური ეფექტი მიიღო, მიშამდე 5 მილიარდიანი ბაზა არსებობდა, 5 მილიარდი ყოფილიყო ბიუჯეტი. და მიშამ აი ამ ძალისმიერი მეთოდებით იმას მიაღწია, რომ ეს 5 მილიარდიანი ბიუჯეტი შექმნა ერთ წელიწადში, იმიტომ რომ ეს ფული უბრალოდ ამოიღო ვიღაცის ჯიბებიდან ამოიტანა. დაახლოებით ამას თუ იზავს ბატონი ტრამპი, არ ვიცი ახლა, მე ამის პროგნოზი არ მაქვს, მაგრამ განცხადებები ფაქტია, რომ არსებობს, ხელმოწერები, დოკუმენტები არსებობს, მაგრამ ამის აღსრულება როგორ მოხდება, როგორ ჩავა ბიუროკრატიაში, დესკ ოფიცერთან როგორ მივა ის, როგორ იმუშავებს, მით უმეტეს ამდენ შტატებში და არ ვიცი. ფაქტია ესე რომ შენ ამობ არ ვიცი, მაგრამ ეს გარკვეულწილად ბუნებრივიც არის, რომ ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ, მაგრამ ფუნდამენტალურ ცვლილებებს ეთყობა, აი სოფლიოს ეთყობა, რომ არა მარტო ჩვენ რო არ ვიცით. არამედ აი იმ ქვეყნებმაც კი და აი მაგალითად წარმოუდგენა არ აქვთ, არა მარტო არიციან, აშკარად ეთყობა, რომ აი დაბნეულები არიან, იმიტომ ელოდებიან და ჩვენ დასაწყისში საუბრობთ, აი ყველა თითქოს ელოდება და ერთ საათში შეიძლება სხვა სიტუაცია შეიცვალოს, იმიტომ რომ რასია. აი როგორ იქნება ბრიუსელისადმი ამბავი, როგორ გაგრძელდება ეს ბრიუსელის მმართველობა, არ ვინა თქვა დიქტატი. თუ არ შედის კონტაქტში ლიდერები. არ შევიდა. არავის არ კონტაქტში. არ მაშვება. განსაკუთრებით ევროკავშირის ლიდერები. როგორ არის მაგალითად აქამდე ორბანი რაღაცა იყო, ეხლა ბოლომდე არ ვამბობ შეიცვალა, მაგრამ ორბანისადმი შეიცვალა. თურმე აღმოჩნდა რომ ეს ხო არ არის უფრო საშიში ვიდრე ეგონათ აქამდე ჩვენთანაც კი გახსოვს რაღაც ეგონათ რომ და კომიკური დაზრდნა გამოეხატათ ეხლა ეგრე აღარ იმიტომ რომ ორბანი იმიტომ კი არა თვითონაც რასაკვირველია პოლიტიკური ფიგურაა მაგრამ რამდენად აღმოჩნდა რომ თურმე შეიძლება თლათ თავისით არ ლაპარაკობდა ხო ანუ კაცი ცulis სოფლიო პოლიტიკას ანუ კიდე ერთხელ ჯერჯერობით ბიზნესით რო ვთქვათ, აი კოლუმბია რაკდეცი თითო საათში დგამს თუ წარმატებულ ნაბიჯებს უმატებს, აი კოლუმბია რატო კი ისრაელის გამოშვა, კოლუმბია იყო პირველი უკვე ხელშესახები ეფექტი. ეხლა თუ აქამდე ვიღაცას აი ნახე შეხო 2 კვირის წინ გრენლანდიაზე ეცინებოდა ეხლა უკვე ფიქრობს რომ უნდა გამეცინოს თუ არა გრენლანდიაზე თუ არა უკვე გრენლანდია სასაცილო ნამდვილად არ არის არა ესე აქამდე პირველი ნახე როგორ იყო ის მოგონებოდა ნაპოლეონი რომ მოდიოდა და იცვლებოდა რომ ჩვენთანაც დღეს რომ ეს რაღაცა უსვახულო ჩვენთან ხო ექსპერტებმა ყველაფერი იციან და შევთქვი რომ არ ვიციო და ნუ ახლა ჩვენთან ხო სირცხულია უნდა იცოდე როგორ არიციან ყველაფერი იციან ჩვენთან და ეგრევე თქოს რომ ეს რაღაცა გაცხადებებია ეს რაღაცა და გრენლანდია ესე იგი რომ ზგონიათ კუნძული რო არ იცოდნენ ახლა ექსპერტებმა კუნძული რო იყო და ისე გონათ ხო და უცებ ამბავია თქვა ეხლა უყურებ მაშინ იწერება ევროპაში აქეთ რომ ეს გრენლანდია თურმე აქამდე იძახთო რომ ჩვენ ყველა დავიცვათ ეხლა ყველა რაღაცა გაიზუსა და ქედარჩადა და ეხლა ყველა ელოდება რომ დანიამაც შეიძლება თქვას რომ არ მჭირდება ბატონო ხურო ვიხუბრეო შეიძლება ბატონო ანუ მე რას ეს კაცი ფუნდამენტალურად ცulis ხო და აი ჩვენ ამბავს დაუბრუნდით და ჩვენ ვართ ახლა აი აქ და ჩვენ დაშვებით ამ დროს ეს კაცი ამბობს რომ ეს ისევ არის ამერიკის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ოღონდ არა იარაღით, არამედ ტარიფებით. აბსოლუტურად ცulis. ანუ აგრესიას, მილიტარისტულ აგრესიას და სატარიფო აგრესიით ცulis. მოდი აქ რომ რამდენად ეფექტური იქნება ეს გამოჩნდება. ტრამპი უხეშავ თქვა და გასაგები რო იყოს, ბაიდენის პოლიტიკას რადიკალურად ცulis, ხო? ეს ნიშნავს, რომ პროქსი ომებს ის უარს ამბობს, ანუ მთავარი საფრთხე ჩვენთვის იხსნება.
თუ პროქსიუმები არ იქნება ჩვენი სიტუაცია პირველი პლასტა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეგრეა ხო განცხადებებთ ეგრე ჩვენ რაც დავიწყეთ პროცესები ქუჩაში აქეთ-იქით ეს არის ბაიდენის დროს დაწყებული პროცესი პროქსიუმი ხო აი ჩვენთან კი ბატონო და მანამდე ნიშნებიც იყო და დიდი იმედებიც რომ ბაიდენის გაგრძელდებოდა და მე ინერციით გაგრძელდა როცა უკვე გავიგეთ რომ ბაიდენი ასე ვთქვათ ნოემბერში რომ ბაიდენი აღარ იქნებოდა მაინც ეს გაგრძელდა და დღემდე გარკვეულად გრძელდება თუმცა აი ეს მინდა რომ შედგა უცებ მოულოდნელად თქო ჩემთვის ვერ გეტყვი ხა მაგდენი გამოცდილება გვაქვს ხა ჩვენ და ხარ გამკვირებია მაგრამ ხელისუფლებისთვის ეს უფრო კომფორტული იყო, იმიტომ რომ ამ პოზიციას უფრო ადრე აფიქსირებდა, უფრო ტრამპთან შეხვედრის, მაგრამ ოპოზიციამ მთლიანად შეატრიალა ფირფიტა გადაატრიალა უცებ და გახდა პრო-ტრამპისტული. მე გასაგებად ვამბობ. კი. და ეხლა ვარ ჩვენ ესეთი მოცემულობაში რეალურად რო თქვა თვითონ მეჩვენება რომ ერთმანეთში კი ვიდის დავა და დუღილი, მაგრამ აი ყველა თუ როგორ ტრამპი იქნება, ისე იქნება. იმიტომ რომ აი ტრამპი იტყვით. როგორ ხო ესე არის რა, იმიტომ რომ უცებ აღმოჩნდა რომ იქ თავარ საკითხებში აღარ ვიდა შემდეგ გენდერის საკითხი აღმოჩნდა რომ ეგ ჩვენ თურმე არ გვიხება და ისედაც ეგრეა ბატონო რაზე ეხლა იქ ქართველებს ჩვენ გვაქვს ახ დიდი ჩვენი ტრაგიკული ისტორია და გამოცდილება და იოლად შეგვიძლია ჩვენ მაგას ერთი ჩვენ შეგვიძლია რომ სხვადასხვა კუთხები და დამოვიყვანოთ ისე რომ არ ვიცით ხო დისკო აი რაზეა ლაპარაკი ეს როგორ არ არის უცებ აღმოჩნდა რომ ყველა პატრიოტია იქ უცებ შობა იქ ეს შემთხვევითი არ არის ისევ ეს ღირებულებები მაგრამ ეხლა დიდ პოლიტიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა რომ უცებ ესე იგი ქვეყანა მზად არის რომ მთლიანად ეს მიიღოს ანუ ანუ სიამდვილეში მაინც ყველა ხვდება რომ იმ გადანაწილებაში სადაც მოხვდებით იქ უნდა განახორციელოს თავის პოლიტიკური ინტერესები ანუ ხელისუფლებასთან მირტოლვა კი რჩება მაგრამ იმ ახალ პირობებზე მორგებასაც ფიქრობენ ამიტომ აი მინდა შედავგრავა ამ ქუჩაზე მე ჩვენება რომ რაც ხდება პოლიტიკოსები ემიჯნებიან კი არა თითქოს ცოტა გვერდზე დგანან არა იმის გამო რომ რაც ერიდებათ არამედ რაღაცას უცდიან რომ აბა ერთი როგორ დაალაგდება სიტუაცია ესეთი შთაბეჭდილება რჩება მე იმიტომ რომ ხელისუფლების ადმირტოლვა კლავაც უნდათ ეს არის მათი მიზანი მაგრამ აი რაღაცნაირად კი მაგასაც გეტყვი ჩემ აზრს ფიქრობ რომ ნაღვერდალი იყოსო მაგრამ ჯერ არ დებენ იმას რა ქვია გეტყვი ჩემ აზრს მაგასთან დაკავშირებით უბრალოდ დავამთავრებ წინა აზრს რომ ესე თქვათ აგრესიული მილიტარისტული პოლიტიკიდან გადადის სატარიფო ომზე ხო ეხლა მისი თვალით რო შევხედოთ ამ რეგიონს ანუ აბსოლუტურად პრაგმატიზმი მძლავრობს ესე ვთქვათ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკაში პრაგმატიზმი ვინ მჭირდება ვინ არ მჭირდება და ასე შემდეგ აი რა საჭიროება შეიძლება იყოს ამ ჩვენი რეგიონის სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნის თვის ხო რაში აი რატო რითი უნდა მიიქციოს ყურადღება ამ რეგიონმა იმ ქვეყნის იმიტომ რომ ისინი ესე უყურებენ ეს კასტა არის ადამიანები რომლებიც ესე უყურებენ მოვლენებს აი აგვაქვს ჩვენ მოსაფიქრებელი და მოსაძებნი რა გვაქვს შესათავაზებელი რომ რითი ვარ საინტერესო ჩვენ რითი რო თქვა სამხრეთ დერეფანი ნუ კი ბატონო აი თქვა რუსეთზე დამოკიდებულება შევამციროთ ცენტრალური აზიის რომელიც დატვირთული არის მენდელეევის ტაბულით მთელი კი ბატონო ერთ-ერთი ენერგოდერეფანი თქვა რაღაცა ევროპაში მწვანე ენერგია კი ბატონო რამდენად ტრამპის ინტერესში შედის რომ ევროპაში მას მართალია ძალიან მაინდა-მაინც ახლა დიდი გულის აჩუღება ამასთან დაკავშირებით არ ექნება. ამიტომ ეს არის სამუშაო. მე მზა რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ მოსაძებნი გვაქვს ეს საკითხი რაში არის ჩვენი საჭიროება მის მიმართ. ძიმე რამე შეიძლება ითქვას, გაცვლითი ობიექტად შეიძლება იყოს მისთვის საინტერესო. ეგეც შეიძლება იყოს, ხო? მაგასაც არ გამორიცხავ, ვის პორტფელში აღმოჩნდება ქვეყანა. ვიღაც დიდი ბიჭები თუ შეიკრიბებიან მე შენიკით შენაკეთ და ეს არის ყველაზე ცუდი ვერსია, რაც შეიძლება მოხდეს ჩვენს თავზე, რომელსაც ჩვენ არც ვკითხავენ. ამას არ გამორიცხავს ამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენი ისტორია გვეუბნება ეგეთ რაღაცა. ხო, ამიტომ ეს ორპოლუსიანობის შემთხვევაში ხდება. აი მრავალპოლუსიანობა ამას ფაქტიურად გამორიცხავს. თუ ერთ-ერთი პოლუსი ჩინეთიც იქნება, რუსეთიც და ამერიკაც, მაშინ ესე მარტივი ბარტერები ვერ მოხდება. აი ანაკლია და ჩინეთი აი ესე დიდი კონტექსტში. ანაკლია და ჩინეთი ამ კონტექსტში ჯდება, რა თქმა უნდა, თუ სამხრეთ დერეფანი, ეგრეთ წოდებული მოიაზრება როგორც რუსეთის ალტერნატივა, თუმცა 30 წელი ამ ინდუსტრიაში ვარ და მაგ ჩემი ამაზე ჩემი შეხედვა, მაგრამ დღევანდელ კონტექსტში ეს ჯდება, რა თქმა უნდა, ეს სამხრეთ დერეფნის თემა
და ანაკლია კი ბატონო რაღაც საკრალიზაცია კი არის მომხდარი საერთოდ ამ თემის ნუ უკიდურესი საკრალიზაცია მომხდარი ამდენად საკრალულიც არ არის ახლა თავზე ბორჯომი რო იყო როგორ ბორჯომი იყო ბორჯომი გადაგვარჩენს ხო ნუ მაგრამ ნუ იყოს ნუ ხა ბორჯომზე მნიშვნელოვანი არის პიარულად იმდენად აწეულია ეს თემა რომ ნუ თქვა დაბლა არ დავწიოთ იყოს კი ბატონო თუ გამოგვადგება რამეში აქტივად ჯობია იყოს და ხო და ერთ-ერთი თემაც ეგ არის და ეხლა ხო და კიდევ ერთხელ უბრუნდება. არა, მე რა მინდა თუ შეჩახედო. ტრამპისთვის აი ხა იყო რომ აი ანაკლია არ უნდა გაკეთდეს. მე არა ვარ ამაში გარკვეული აი ვიღაცები კრავდნენ, იმიტომ რომ ეს ამერიკელებს ძალიან ეწყინებათ. და ესეთი რამეა ეს ანაკლია რომ ამერიკელებისთვის ან შეიძლება ძალიან მოსაწონია, ძალიან არ მოსაწონია. იცი როგორ არის? თავშოთ ამერიკელს შავი ზღვა ინტერესებს და შავ ზღვაში მისი ფრეგატი სადღაც უნდა გაჩერდეს რომ შემოვა. მაგისთვის არის საჭირო ანაკლია. მაშინ თვითონაც მოახდენდნენ ცოტა კითხვის ნიშნები მაქვს ფრეგატი ბათუმშიც გაჩერდება ხო ბათუმი ახლა მაგათ თავენთ ფორმულები აქვს რომ იქ საზღვარი თუმცა ფაქტი არ მოინდომეს ხო არა ქვეყანაა თურქეთი არა არ მოინდომეს თუ რა ანაკლიდან აფხაზეთი არის 2 კილომეტრში ხო იქ არ დაგვავიწყდეს რომ აფხაზეთის საზღვაო აკვატორიას იცავს რუსული გემები და ეგ როგორ იქნება ეს თქვა ანაკლია თუ მაგიტოა საჭირო მათთვის რომ ფრეგატი დადგეს და 2 კილომეტრში რუსულმა საზღვაო ინტერესი ხო არ გამოიხატა ნუ არ არის ინტერესი არა აი ბაბა ჩინეთის ამბავში როგორ იქნება თქვა მასთვის ჩინეთი ახლა ჩინეთი ახლა მივადექეთ თავარ საკითხს ახლა აი ეს გრენლანდია ზუსტად ამ კონტექსტში ჯდება სოფლიო საზღვაო ნავიგაციაში არის რამოდენიმე საკვანძო ადგილი პირველი ეს არის მალაკის სრუტე რომელიც არის მალაიზიას და ინდონეზიას შორის, ხო? ჩინეთთან გამომავალი ყველა გემი გადის მალაკის სრუტეში. ეს გიბრალტარი, ბოსფორი, სუეცი და პანამა. ნუ პანამაზე კონტროლი ოდნავ დაკარგული აქვს და ხო ხედავ პანამა მინდაო კაცი იძახის. რატო რომ ესე ვთქვათ კონტროლი კონდეს? აქ დანარჩენი ამ ინდოეთის ოკეანეში და წყნარ ოკეანე ყველგან საზღვაო ბაზები აქვს. ანუ ჩინეთთან გამომავალ გემს დახვდება ყველგან თუ მოინდომებს. ერთადერთი მარშრუტი სადაც კონტროლი არ აქვს, ეს ჩრდილოეთ მარშრუტი, რომელიც არის მოკლე, დაახლოებით 2-ჯერ უფრო მოკლეა ჩინეთი ევროპა, ვიდრე ესე ვთქვათ სუეცით და სუეცში ვერ დადიან ახლა. ჩილეს გულის ხო ჩრდილოეთის ზღვით, ხო? ჩრდილოეთის ზღვით. რუსეთს უკავია თავის ატომური გემებით. ყველაზე დიდი ფლოტი ყავს 60 გემი ყავს. ყველაზე დიდი ფლოტი ყავს ყინულმჭრელი. ხო, ყინულმჭრელი და ეს არის ერთადერთი მარშრუტი, რომელსაც ეს ვერ აკონტროლებენ ამერიკელები. და ზუსტად ამისთვის სჭირდებათ ეს გრენლანდიის თემა და პანამის თემა მაგისთვის არის საჭირო, რომ პანამა მის კონტროლიდან ცოტა გავიდა და ნუ გრენლანდია ფლენად გააკონტროლებს ნავიგაციას ჩრდილოეთ მარშრუტზე. არქტიკაში. კი ბატონო. შესაბამისად, თუ ახლა წარმოვიდგინე, რომ ჩინეთს თეორიულად აი ამ არსებულ კლასიკურ მარშრუტზე ყველგან არის განლაგებული ამერიკული სამხედრო გემები, თუ იქაც გრენლანდია მოიპოვა, დანიამ აჩუქა, ან მიიყიდა, ან რაღაცა ფორმით გადასცა, ან მიაქირავა, ან ბაზების დაყენების უფლება მიცა, ხო, ნებისმიერი ვერსია შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩინეთ ფაქტურად მარწუხებში არის მოხვედრილი. აი ამ შემთხვევაში ის აუცილებლად დაიწყებს, იმიტომ რომ სახმელეთო გზა ვერასოდეს ვერ იქნება საზღვაო გზის კონკურენტი. წარმოვიდგინეთ, რომ ჩინეთის საზღვაო ნავსადგურიდან გამოდის გემი, რომელზეც ძდევს 20,000 კონტეინერი. 20,000 კონტეინერი არის საქართველოს პორტების ერთი თვის მთლიანი ბრუნვა. კონტეინერი ბრუნვა ერთ გემზე დევს. ანუ საზღვაო გზა არის ყოველთვის ძვირი, მაგრამ თუ ძალიან იაფი. ყოველთვის და ყოველთვის. ეგ შეიძლება გითხრა შენ მაგის სპეციალისტი ხარ, მაგრამ ისტორია. როცა ვასკო და გამამ შემოუარა აფრიკას, მთელი ამბავი რა იყო, რომ ვიცოდე და ამაზე იყო მთელი ამბავი და გეოპოლიტიკა და საინტერესოა, რომ ქარავნები დადიოდნენ. ეს ამბავი შეიცვალა და მნიშვნელობები შეიცვალა ქვეყნის, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ 10 გემი რო წასულიყო და ერთი გემი დაბრუნებულიყო, ერთი გემი ეს 100 მაგათ იღებდა მთელ შემოსავალს, ვიდრე ეს ქარავნების ამბავი იყო. ეს იმდენად იაფია გემი და ის კონტეინერი კი ვიძახით მატარებელი თითქოს გვეჩვენება რა მაგარია, მაგრამ ის არის ბევრად უფრო იაფი. ჩვენ საუბრობთ სულ რომ აი აქ ჩინეთში მოვა კონტეინერი არ მოდის. ფაქტია რომ არ არის ეს ნაკადი, მაგრამ თუ ჩინეთი დაიხჩო სამხრეთში ამ გეუბნებით რომ ნებისმიერ დროს შეუძლია ნავიგაცია გადაუკეთონ. თუ
თუ ჩრდილოეთის გადაუკეთა, მაშინ რა თქმა უნდა, სახმელეთო მარშრუტზე ჩინეთს გაუჩნდება ძალიან დიდი ინტერესი. და აი მაშინ ამისათვის ეხლა შევიდნენ თუ არა ინვესტიციებს იწყებენ თუ არა ანაკლის პარტნიორები გახდნენ თუ არა ჯერ არ ვიცი. ჯერჯერობით სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, საზღვაო ინფრასტრუქტურას იწყებს, დაღრმავებას, იქ ჰიდრონაგებობების მშენებლობას. შემდეგ იყო განსაზღვრული, რომ შემოვიდოდა პარტნიორი. სხვა შორის 2 წელი იყო გახსნილი ტენდერი და არავინ არ გამოჩნდა. არც ამერიკელი, არც არავინ არ გამოჩნდა. ანუ ეს ეს თემა არის, რომ ამერიკელების ინტერესი არ არის. წეგანას გეუბნებოდით, რომ საქართველოში ინვესტიციები არ აინტერესებთ. კი, რაღაც 1-2 კრედიტი არის გაცემული. მაგრამ ჩახედული ხართ კიდევ თქვა და შავ ზღვაზე ჩვენ სამხედრო გამოყენების თვალსაზრისით იქ თურქეთის ამბავიც არის გასათვალისწინებელი, რომელიც კეტავს ბოსფორს და ხელშეკრულებიც არის და მისი ინტერესიც არის, რომ აქ სამხედრო გემები არ შემოვიდნენ და ომის დროს. არა ისედაც აი ძალიან უფრთხილდება თვითონაც ამ შავ ზღვას ისტორიულად ახლა ჩვენ თურქეთი იმიტომ გაგახსენეთ რამოდენიმე თურქეთი თავის წარსულიდან გამომდინარე 36 წლის მონტროს კონვენცია არეგულირებს ნავიგაციას ბოსფორში სამშვიდობო პერიოდში საომარ დრო იყო შავი ზღვა თეატრ თურქეთის იყო რეალურად და ესე იოლად მან მოწილე ასე რომ აი რო ეს პირდაპირ ესე რომ ამერიკელებს ჰქონდეთ ინტერესი ეს ნავსადგური უკვე იარსებებდა კი ბატონო იარსებებდა ხო მოდი ესე მაგრამ დიდი წინააღმდეგობაც შეიძლება რომ არ ქონდეთ ხო ამის მიმართ ანუ მაშინ ესე ლოგიკა გამოდის რომ შენ ააშენე და მე გამოვიყენებ თუ დამჭირდება ეს ლოგიკა უფრო ჩანს ირაკ რატო ვერ კითხეთ ამან რა შეიძლება რა მოცულობა შეიძლება აიღოს საერთო სავაჭროებიდან რომ ტრაგიკული აღმოჩნდა თუ მაგრად ამუშავდა ვთქვათ ანაკლი აი წარმოვიდგინოთ რომ მაგრად ეს აღმოჩნდეს აი ამ თელ ამ სიტუაციაში რაც შედახწერე რომ უკავია ბანანები და ისინი რომ ამან ახლა დიდი კონკურენცია გაუწიოს და ამერიკის ინტერესები შელახოს ესე ვთქვათ ანაკლეს რა შეუულია რა მასშტაბზე შეიძლება რომ გავიდეს ამ თავით კინიგზით წარმოვიდგინე ჩინეთი ამერიკასთან ვაჭრობს დაახლოებით 800 მილიარდ დოლარს 800 მილიარდ დოლარს თითქმის ტრილიონამდე ვაჭრობს ნუ ხმელეთით ნუ შეიძლება გამოიაროს რამდენიმე მილიონმა კონტეინერმა ხო აი საშუალოდ ერთ კონტეინერში ტვირთი რაც დევს მისი საშუალო საინვოისო ღირებულება არის დაახლოებით 30-40,000 დოლარი აი ეს თუ გადავამრავლებთ რამდენიმე მილიონს 30,000 დოლარზე მივიღებთ ვაჭრობის მოცულობას მაგრამ ეს ამერიკაში მიმავალი ტვირთი არის და ევროპაში მიმავალი ტვირთი კი ბატონო ასე რომ ეს იქნება დაახლოებით 4-5% ალბათ არ არის აბსოლუტურად ბალანსვაბობა ესე იგი აქ რო წარმოიდგება რომ აი ახლა დედა ამის გამო ჩვენ შეიძლება ეს არის კიდევ ერთხელ ვიძახი ეს რაღაცა ჩარლის საკრალიზაცია მოახდინა აი რატო ჩახედული წლებით აი როგორ ხედავ იმიტომ რომ ერთია პორტის აშენება და მეორე ამას ხო ინფრასტრუქტურა და გზების ბეტონა და ამას ხო წლების რა თქმა უნდა მარტო იმიტომ მთელი გზა უნდა სხვანაირად გადაეწყოს რა თქმა უნდა კასპიის ორი ნავსადგური აზერბაიჯანის მხარეს ჩვენი რკინიგზა აზერბაიჯანის რკინიგზა გამტარუნარიანობა ეს პროცესი ნელა მიდის ამას ადრე ტრასეკა ერქვა ნუ ეხლა მაგრამ ეს ჩინეთის პოლიტიკა ერთი გზა ერთი სარტყელი ერთი გზა ხო იქ არ შედიოდა მე ეს რუკები ნანახი მაქვს როდესაც ეს პოლიტიკა შეიმუშავეს ჩინელებმა საქართველოს მარშრუტი იქ არ შედიოდა იქ იყო მის გარშემო ქვეყნები ინდოეთის ოკეანისკენ გამავალი მარშრუტები მათ შორის ავღანეთზეც გადიოდა რკინიგზა მათ შორის ერთ-ერთი მაგალითად ყირგიზეთის მთებში უნდა გაეჭრათ და ეხლა უკვე ამუშავდა ეს პროექტი 15 წელი ამაზე მუშაობდნენ და ეხლა უკვე დაიწყეს ეს სამშენებლო მაგრამ ის მარშრუტი გადიოდა საბოლოო ჯამში ინდოეთის ოკეანისკენ ანუ ჩინეთი ცდილობს რომ დააზღვიოს მარშრუტები ენერგომომარაგების და საკვებით მომარაგების ერთი სარტყელი ერთი გზა ეხლა ეს სარტყელი დაგრძელდა სავარაუდოდ ჩინეთის ესე ვთქვათ სოფხედულობაში დაგრძელდა იმიტომ რომ აი საფრთხეები დაინახა რა საზღვაო მარშრუტები იმიტომ რომ აგრესიული რიტორიკა ტრამპის ამ სატარიფო ომების და შემდეგ ალბათ ისინი ხედავენ რომ ეს საშუალება არის და უფრო აქტიურად დაიწყეს აქეთკენ ყურება სახმელეთო მარშრუტებისკენ აი ამას ხედავ თავარ მიზეზად აქ ჩვენ სარგებლოს მივიღებთ რა თქმა უნდა ამერიკის ინტერესში შედის თუ პირიქით, ახლა არ ვიცი, ხო, იგიც გამოჩნდება. ესაც გამოჩნდება. კი ბატონო, იმიტომ რომ ნუ რეალურად ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ჩინეთს რო შავი ზღვის ქვეყანა გახდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მრავალპოლუსიანობა არის ჩვენთვის გამოსავალი. კი ბატონო. რომ იმას გქონდეს თავის ინტერესი, იმას ჩვენ მოვერგოთ ამ მრავალ ინტერესს. ეხლა შეიძლება ბევრს არ ესიავნოს, ერთი რამ უნდა კითხო და თან აზრსაც ვიტყვი და შენი აზრის ვინდა.
ფაქტია, რომ როგორც ეხლა ვთქვით, რომ მთელი მსოფლიოს ამბავი როგორ გადაწყდება, ჯერ არ ვიცით, აქედან გამომდინარე ყველა ვღელავთ საქართველოში როგორ მოხდება და უყურებ ორი სიტუაცია. ერთია, რომ გარეთ მოვლენები როგორ ხდება და საქართველოს ბედზეა ესახება, მეორე, მე ვუყურებ ერთი ნაწილი ადამიანების არის დარწმუნებული, რომ საქართველოს ბედი წყდება ეხლა ქუჩაში, როგორ მოვიქცევით და თან რას ვეტყვით ერთმანეთს, იმდანაც ქმედებას კი არა. აი ეს ვითარება არის, ხო, რეალურად ჩვენ რომ აი აქ შიგნით ჩვენ დებატებში ვხდებით, რაღაცებს ვეუბნებით ერთმანეთს, ნუ ჩვენ არა, მაგრამ ნუ ასე ვთქვათ, საღამოს შეგვიძლია დავждეთ ერთმანეთს სიტყვა არ ვაცალოთ, რაღაცა ვთქვათ, ვილაპარაკოთ, ან რაღაც გადადგომა ვითხოვოთ რაღაცა და რომ ესე წყდება. აი ეს ორი პროცესი მიდის ერთდროულად, ესე იგი. სამი პროცესი მიდის. ანუ მე რას მაგონებს ხოლმე ცით ეს ხო აი მესამე გემი მიდის და მოდის ტაიფუნი ყველა გადმოცემენ, ნუ თანამედროვე გემია ვთქვათ ესე, გადმოცემენ რომ ქარიშხალი გიახლოვდებათ, იქიდან ეს გიახლოვდება, აქედან ეს გიახლოვდება და გემზე მიდის ამავე დროს შიგნით ჩხუბი რომ ჩვენ საით უნდა წავიდეთ. გემით საით უნდა წავიყვან და იქიდან გეუბნებიან რომ ჯერ კაცმა არ იცის საით არის ქარიშხალი. აი ესეთი ვითარება არის ხო და აი ეს ვითარება სამი პროცესი ჩემი აზრით. ორი პოლიტიკური, ერთი საზოგადოებრივი. პარალელურად მიმდინარეობს. ხელისუფლება სხვა თავის პოლიტიკური პროცესი. კი ბატონო, ხო მაგას გულისხმობ, კი ბატონო. მიდის არჩევნები მოვიგე, დავაკომპლექტე მთავრობა, ფორმალურად ეს კონსტიტუციური კრიზისი არ მაქვს, იმიტომ რომ ასე თქვა პარლამენტი შედგა, მთავრობა შედგა, პრეზიდენტი აირჩიეს, მუშაობს. იქ რაღაცა შენდება, რაღაცა მიდის, რაღაცა მოდის. არჩევნები მოვიგე, სხვაობა იყო 300-400.000 ხმა. Თლიანობაში მოვიგე. მეორე ადგილზე გასულ პარტიას მოვიგე 900.000 ხმით, ხო? მოვიგე. მეორე პოლიტიკური პროცესია ოპოზიციური პარტიების, რომლებიც ამბობენ, რომ არა, შენ არ მოვიგე, მე მოვიგე. მაგრამ შენ მე წამართვის 400.000 ხმა მომპარე. მე ვიყავ ბიზნესმენთა შეხვედრაზე და კითხვა დაუსვი იმას, რა ვქვი, პრემიერს. რამდენი კაცი ყავდათ მეთქი იმაზე უბნებში და ჯამში რომ დაახლოებით 50.000 კაცი იყო, ანუ 3.100 უბანი, თითო უბანზე 15-16 კაცი იყო, რომელიც ამას უყურებდა, რომ ეს არ მომხდარიყო. ხო და ესე წარმოიდგინე 50.000 კაცმა ვერ დააფიქსირა ეს როგორ მოხდა ხმების 300.000 ხმის გაყალბა 300.000 ხმის წართმევა. ჩემ ახალგაზრდობაში კუკლა ერქვა მაგას, გასოს, ფულს რა ხურდავებდი და მე სახში რა მოვაჩვენდი, რომ 100 მანეთს მაგირო 20 მანეთი ჩამოგცეს, გამოგატანეს და თუ ესეთი კუკლა გაგიკეთეს, ჩემო ძმაო, პოლიტიკოსობაში, პოლიტიკასთან რა კავშირი აქვს? წვირწინ თუ აგაცალეს 400.000 ხმა ისე რომ ვერც გაიგე, რა წადი სახში, არ არის შენი ადგილი პოლიტიკაში. ეს არის მეორე პოლიტიკური პროცესი, ისინი ამბობენ, ოღონდ რა ხდება, იცი? მთავრობის პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის არის. ოპოზიციის პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ქვეყნის გარეთ. და ცდილობენ, რომ ესე ვთქვათ, მათ ინტერესი და გარეთ მათი მეგობრების ინტერესი, ესე ვთქვათ, იყოს ნახვედრაში და მათ რამენაირად კაბინეტები გაუთავისუფლონ, გაიყვანონ არსებული ხელისუფლება კაბინეტებიდან და შემოიყვანონ ისინი, რომ მე იმათ უნდა ემსახურონ სავარაუდოდ, აბა ახლა ვინც მოიყვანს. და მესამე პროცესი არის საზოგადოებრივი, რაც ხდება ქუჩაში. რომელიც ამბობს, რომ არც ქოცი მინდა, არც ნაცი მინდა. საერთოდ არჩევნები გაყალბდა. მაგრამ მაგას თავიდან არ ამბობდნენ. მაგას თავიდან მე ნელა-ნელა დაიწყეს ბოლოსკენ დაიწყეს. აი ჩვენთან მაგალითად ყურადღებით უსვეთ, მოდიან ყოველ დღე ჩვენთან და აპროტესტებენ ამ მშობლად სხვადასხვა რაოდენობით, მაგრამ საინტერესო ჩვენს მიმართ არის პრეტენზია საზოგადოება მოწყობილს გულისხმობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რატო გამოვყავთ პოლიტიკოსები და იგულისხმება ოპოზიციონერები, თორე აქეთ ბარაკიც არ არის და რატო არ ასვენ ხალხის ხმას და ამას ემიჯნებიან. ოღონდ შეხვედრებით რომ გეკითხებით, აქცია რაზე დგას, აქცია დგას, იმიტომ რომ არჩევნები გაყალბდა და ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ახალ არჩევნებში უნდა მოიღოს მონაწილეობა. ნუ ამ პარტიებმა, სხვა პარტიები არ შეგვდილა, მაგრამ ამ პარტიებთან გაბიჯდებული ვართ. აი რაღაცნაირი პროცესია, რომელიც მაგალითად აი როდესაც კითხვები ისმის საგზაო რუკა არის ხო ესეთი გამოთქმული, საგზაო რუკა რა ჩვეულებრივი რაღაც გეგმა თუ გაქვს, აი რას აპირებ, მე გამოვა და არ გამოვა, აი მაგალითად უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამას ამბობს ყოფილი პრეზიდენტიც
ოპოზიციური პარტიებიც და ესე ქუჩაში ჩვენთანაც მოდიან. ჩვენთან რომ მოდიან ეგრეთ წოდებული საზოგადოების წარმომადგენლები მე უსმენ ხოლმე. მაინტერესებს და უსმენ განწყობებს. ამბობენ ვიცი რა, უნდა დაინიშნოს მაგალითად ერთ-ერთი ამოდა და როგორ იცი აი დაждდებიან ოპოზიციური პარტიები და ისინი მოილაპარაკებენ. ეგ მე არ ვიცი. თუმცა მანამდე თქვათ მიწაშიდებდა იმ ოპოზიციური პარტიებს. ოპოზიციური პარტიები მაგალითად არ ამბობენ, არც პრეზიდენტი არ ამბობს ყოფილი, რომ როდის უნდა დაინიშნოს ვინ უნდა დანიშნოს ეს არჩევნები? უკვე თებერვალი მოვიდა ხო, სადაც არის და კაცმა რო თქვას, აგერ შევიცით ეს ამბავი, ერთ თვეში საარჩევნო კამპანია ისედაც იწყება, ოქტომბერში არჩევნებია. როგორ ვინ დანიშნავს? აი ეს კითხვები არის, რომელზეც სხვაშორის გუშინ მინდოდა რომ დანიშნავს ვინ ჩაატარებს. გუშინ ამბავი ვიცი რომ დღეს მეუბნებოდა წამყვანი რომ ეს მინდოდა ერთი მეკითხავ ახლა დებატების რომ მე დანარჩენ რაში ჩავერეოდი ერთი ეს მინდოდა მეკითხავ რომ ვინ აპირებს დანიშნას მაგრამ რომ შევატყვე ეს ეთერი მაგალითად გუშინ ერთ-ერთი სიმპტომატურია ისე გაივსო და ისე უნდა ყოფილიყო გავსებული რომ კითხვა არ დასმულიყო აი ვინ ჩაატარებს არჩევნებს მაგალითად აი თემა აი რამე აი როგორი და მე რამე ჩვენება ეს ხო გარედან ხარდაჭერილი ვარ გარეთაც ძალიან პრაგმატულად აზრულებენ. თითქოს გონია რომ უბრალოდ უნდა რომ თუხთუხი იყოს პატარა. აი ბოლომდე რო თქვა რომ თქვა 28 აპრილს ყოფილი პრეზიდენტი დანიშნავს, მაშინ გვეცოდინება ანისიან. არა, პატარა თუხთუხი უნდა იყოს, არც დაინიშნოს, და ნელა მივდივარ ცაიტკენღაც. და მე თუ ასე იქნა, კი ბატონო, თვითმმართველობის არჩევნებია და თუ ისე იქნა, მაშინ დავალებას მიიღებენ. ხო, აი რა ვიცი, აბა შენ აი თუ რამე ხო არის, აი მესამე პროცესი ეგა, აი მაგითკენ მივდივარ. პატარა თუხთუხი. ხო, აი თუხთუხი ქუჩაში, ხო? ზამოდენიმე ახალგაზრდა შევხვდი, ჩემი შვილის მეგობრებს, ჩემი მეგობრების შვილებს, იქ დადიან. ხო და მინდოდა რაღაცნაირად გამერკვია ჩემთვის, რომ რატო არის ეს ახალგაზრდა იქ, რა მოთხოვნები აქვს. ნუ მეუბნებიან ძირითადად, რომ აი დაიჭირეს რაღაცა პოლიციამ იძალა და კი ბატონო, გასაგები დაიჭირეს. ოპოზიციის გაგონება არ უნდათ. ხო, აი ხო და ეხლა ვეკითხები, რომ შენ იქ რო გახარა ერთი თვის განმავლობაში, როდესმე ჟურნალისტი მოსულა შენთან ინტერვიუ ჩამოურთმევია, არა. ვის თან მიდიან პოლიტიკოსებთან. აი ეს პოლიტიკოსი რასაც ამბობს, მე შენ მოგისმენია, კი, ეთანხმები? არა. რას არ ეთანხმებთ? ლარი ჩამოვშალოთ, ეკონომიკა ჩამოვანგრიოთ, თავრობა გავაგდოთ. აი ეს თუ ამას ყველაფერს თუ მიაღწიეს, 30 წელია ამ ქვეყანას ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვებ და რაღაცა წელში გამართვის ელემენტები გამოჩნდა, ხო, ობიექტურად. აი რაიონში ვასიკო რო გახვიდე თუ ვინმე დაგელაპარაკება პოლიტიკაზე უბრალოდ შეამოწმენა ყველა გელაპარაკება ფუსტუსი მიდის რაღაცას აკეთებენ ეკონომიკა შემოსავალი და სხვა ვითარება არის ვიდრე ეგ იმიტომ როცა რევოლუციური სიტუაციები იყო რაიონებში თუხთუხი აბსოლუტური სტილი აბსოლუტური ესე ვეკითხები ახლა რა ესე ეკონომიკა ხო ეკონომიკის ჩამოშლა არ გინდა ახალგაზრდას ვეკითხები არ მინდა მაგრამ შენ არონებს არ გეკითხება. ესე კი რა გამოდის? შენ გახარ და იმას უსებ მასას, რომ მე შენ იქ დგომა თავის ინტერვიუში გამოიყენოს. მე თავის მეგობრს სადღაც დასავლეთში უთრას რომ ეს ამდენი ხალხი მემიჭერს ხარს, ამ სურათს ქმნი. მაშინ წადი და ვაკის პარკში დადეკ ცალკე ამათ გარეშე. ან პეტიცია შეადგინეთ, რომ ჩვენ აი ეს მოთხოვნები გვაქვს. და რაც შეეხება ძალადობას, ახლა ეგ ცალკე თემაა, ახლა პოლიცია ახლა გადატრიალება გინდა რა მაშინ მზად უნდა იყო რაღაცეებისთვის ხო ხელიც მოხდება და შეიძლება იყო გადამეტებული ალბათ იყო კიდევაც მაგრამ იყო მაგრამ ძალადობა სხვა საკითხია რომელიც ნებისმიერ წუთში უნდა დავგობოთ და გმობთ ყველას მაგრამ ეს სხვა პროცესია ხო ანუ მივდივარ იქეთ რომ თავი საკითხი რომ თუ ამათმა მიაღწიეს და ჩამოშალეს ხელისუფლება ლარის ყურზე იყო შეტევა და ყოფილი თანამდებობების პირები, უმაღლესი თანამდებობების პირები, წინა ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოდიან, პეტიციას აკეთებენ და მოუწოდებენ ხალხს, რომ მიდით და დოლარიზაცია დაიწყეთ თქვენი ანაბრების, დეპოზიტების და დაახლოებით 2 მილიარდი ლარი გადადოლარდა ბოლო თვეებში. და სხვათა შორის აქვე მინდა ჩავთო ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფორმულა რაში მდგომარეობს. ეს ხელისუფლება რომ მოვიდა 2012 წელს ბანკებში, ყველა ბანკში ერთად დეპოზიტები, ანაბრები იყო 7 მილიარდი ლარი. დღეს ვასიკო არის 59 მილიარდი. 10 წლის განმავლობაში, ანუ პირველივე 2015 წელს უკვე ორმაგი იყო, 15 იყო. ეს ნიშნავს, რომ 3 წელიწადში კეთილდღეობა არ შექმნილა ისეთი, რომ უცებ ხალხი გამდიდდა. სახში ქონდათ დამალული, მიშას უმალავდნენ იმპულსს და ადეიშვილს.
და რო დაწყნარდა ეს ხალხი და ირწმუნეს რომ აღარავინ არ ართმევს, მიიტანეს და ბანკში შეიტანეს და ბანკში შეტანილი ფული ეს ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართული ფულია. ქვეყნის გარეთ ქონდათ სადღაც და შემოიტანეს. ქვეყნის გარეთ, სახში, უთახაში, სეიფში რა, და მალავდნენ. ხალხ საზღვარად ვერ დადიოდნენ. ჩაატრიალე ეკონომიკაში. მოვიდა ეკონომიკაში. მოუწოდებენ რომ ეხლა ისევ გაიტანე, ან დოლარად რომ ლარზე ზეწოლა იყოს და დეპოზიტი იაფიანი ფულია რა სესისთვის, კრედიტისთვის. გზელვადიანი ფული გაჩნდა, აქედან არის ეს განვითარება ეკონომიკა. აბა სხვა ხო და ეს თუ ამას ყველაფერს მიაღწიეს, თუ ჩამოანგრიეს, ჩამოაქციეს, გააქციეს, უკან ამის ამწყობი ვინ არის? აი გამოცდილი ხარ შენ დამისახელეთ დღეს პოლიტიკოსი ვინც ამას გააკეთებს და აკრიფავს ამ ხო და იქ უბრუნდები აი მაინც როცა შეუძლებელია საუბრებში მე მგონია რომ აი თავარი კითხვა ხო რუსი მეუნებიან ვინ დანიშნავს არჩევნებს აი ვინ დანიშნავს ის გარმა ინტერესებს თარიღი ვინ არის ის კონსტიტუციაში არ არის გათვალისწინებული ჩვენ გვახსოვს ერთხელ როგორ გავიარეთ ეს ამბავი როცა მაშინაც იოლად ჩანდა ჩვენ მაშინ ქვეყანა დაიქცა და გვეგონა რომ აი ესეთ სიტუაცია ჩამოვაგდებთ იმ ხელისუფლება ჩამოვაგდებთ უბრალოდ ჩუგულის და იოლად იქნება და მაშინაც იყო 60 დამყარდება და ჩვენ ნახეთ რა დაგვიჯდა ის 60-ის დამყარება როცა ხალხს დაპირდნენ ხო აი ეს რომ არ ვარგა მოვა ახალი მთავრობა ყველაფერი კარგად მე ეს ახალი მთავრობა რომ არ მოეწონოს მილიონას 1000 კაცს რა ვქნათ ესენი გამოვიდნენ ქუჩაში თუ აი რა უნდა ეს უკვე ხო მაშინ მაშინ რა მოხდება მაშინ ეს ხალხი რომ არ იკრიბება დღეს არსად ერთი მიზეზის გამო არ იკრიბება, რომ გონიერი ხალხია, არ უნდათ ქუჩაში რაღაცა კონფლიქტების დაშვებაც კი, გააზრებაც კი, რომ შეიძლება მოხდეს. მაგალითად, სტადიონს გაავსებ, დღეს რო გამოაცხადო, დაიწეროს, რომ აი ხვალ იკრიბებიან ხელისუფლების ხარდამჭერები, რომელიღაც სტადიონზე. ხვალ გაივსება სტადიონი. მაგრამ მერე შეიძლება მოხდეს კონფლიქტი ქუჩაში. ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი არ არსებობს, ეს ხალხი არსებობს. და ამას რო არ კადრულობდა ისინი ამას იმათ ეს უნდათ. ამიტომ კონსტიტუცია პასუხობს მაგ კითხვას, რასაც შენ სვავ. მაგაზე კონსტიტუციასა როგორ ინიშნება არჩევნები. დღეს მაგის ესე ვთქვათ კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს. თუ წლის ბოლოს ბიუჯეტი ვერ მიიღეს მთავრობა, მაშინ კი არ არსებობს ეს საფუძველი. შეფასებით ეგ რო ფაქტი. მაშინ გავდივართ კონსტიტუციიდან, ხო? გავდივართ და ჩვენ ერთხელ ქვეყანა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ქონდა რომ ერთ წელიწადში გავედით კონსტიტუციიდან ხო ესეა? კი. და ძიმე და ეს ჩვენ დამღად გარკვეულწილად მოყვება. იმიტომ რომ ადამიანი კონსტიტუციაზე როცა საუბრობ ჩვენ ხო თქვათ ეს პირდაპირ ეს არის ჩვენ დამღად მოყვება 90-იან წლებიდან რომელიც არ წაშლილა. მაგას გეუბნები მოყვება რომ კონსტიტუცია რომელიც დაერთო დაირღვა რატომაც არა და ეს ნიშნავს რომ მე არ ვამბობ რომ საქართველოს გაქრება ხა ეს კიდე რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ნიშნავს რომ ჩვენ თუ კონსტიტუციას ესე იოლად ვიტყვით რომ იცი მე ხო გვერდზე გაუვლი და კონსტიტუცია მე ვარ როგორც ახლა ზოგიერთი აცხადებს მე ვარ კონსტიტუცია ეს ნიშნავს რომ ხვალე ყველაფერი მოსულა იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა რომ ვარ პრემიერ-მინისტრი ვიღაცა იტყვის რომ არის სოფლის პრეზიდენტი მე იმის პრეზიდენტი მე ამის პრეზიდენტი და ესე იქნება ხო საკმარისია შენ ხო როდესაც აცხადებს საბაბს ყველა მონახავს მე ზოგი იქიდან დაიწყებს ზოგი აქედან დაიწყებს და ახალგაზრდები ამბობენ რომ ჩვენ გვინდა ევროპაში რასაგებია მაგრამ ევროპა აქედან იწყება ჯერ თავიდან შენ თავში უნდა იყო ევროპელი ამერიკაში არჩევნები რომ მიმდინარეობდა ესეთი ზიზღი და სიძულვილი რაც იქ იყო კანდიდატებს შორის ჩვენთან არ არის ეგეთი მაგრამ დაჭრა ბაიდენი მაგრამ როგორც კი წააგეს არჩევნები მიულოცა იმ ქალმა ტრამპს წავიდა სახლში და დამთავრდა ყველაფერი და ბაიდენი დაუდგა და წერილი დაუტოვა და კი ბატონო აკრიტიკებენ ერთმანეთს მაგრამ ამერიკას საერთოდ სამკიდო აი ეს არის თუ იქეთ მიდიხარ მაშინ თავში უნდა კონდეს ეს რომ წააგე არჩევნები წააგე ძმაო არჩევნები ვერ მოიგე არჩევნები მოდის ახალი სხვათა შორის თბილისის მერი პირდაპირ წესით არჩეული მერი არის უმაღლესი ლეგიტიმაციის ერთადერთი კაცი საქართველოში რომელსაც ირჩევენ პირდაპირ წესით მე ვიგაყოლებ ახლა შენ თქვენს რომ ახლა შეიძლება სწავლება ჯვარი დაწერა მაგრამ გვაქვს ეს გამოსვლება და შენ თუ ასე თუ მოგებული ახლა წამდე შეიძლება ვერ მიაღწევს არა თვითმართველობა თუ მოიგე ფაქტობრივად შენია ხანა ხო გინა მე ახალ პარლამენტის არჩევნებს დანიშნავდა ახლა ეს ხორჯერ 2-4-ია მაგრამ ახლა მეორე მე რა პროცესი ესე თუ წავიდა ახლა ის ხოლმე ვკითხულობ ეგერ იმანას თქვა ამანას თქვა რომ იცი რა პერულად გაყავდა უკვე რა მობე რომ კარგათაც ვერ მოემზადეთო ახლა აგერ მოვიდა თებერვალი
თებერვალშიც რაღაც არ უყურებ. ვიცი რომ ესენი ემზადებიან. ჯერჯერობით ვერც ამობენ ახალი პარტიაც არ ჩანს. ის ახალგაზრდებიც რო არიან ახლა ჯერჯერობით სოფლიოში 10-დან მოყოლებული ვერ ვექნა პარტიას თუ ვერ შექმნი ახლა ესე იგი არ გინდა ახლა ქევილაპარაკო ან პარტია თუ არ შევა პარლამენტში ის გაქრება გაურკვდება უცებ ასე ლაპარაკი ჩვენი დარჩება ხო პარლამენტს არ ქმნიან ახლა ასე ვერ გეკეთება და ეს არჩევნები ჩატარდება და ნუ ახლა იმიტომ არ ვარ რეკლამა გაუწიო უამრავი რამე არ მომწონს მე ერთი ადამიანი ვარ და მიკითხავს მაგრამ ნუ გირჩის გარდაც გირჩი აწარმოებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას დანარჩენი არ აწარმოებს და მარწყვით არის ეს ხელისუფლება ჩამოვარდება ეს არჩევნები ჩავარდება ეს და ისევ იგივე დაიწყება ახლა ჩვენ არ მე ისევ ახალგაზრდებს უნდა მიუბრუნდე იმიტომ რომ ეს თემა არის რა ჩემთვის ძალიან სენსიტივური იქ არ არის მარტო ახალგაზრდები და არა ახალგაზრდებს საუბრობ მე რატომ იცი დასაკვირველი არის ხალხი ვისთანაც ლაპარაკს აზრი არა მაგრამ მე მაგალითად გონია რომ ახალგაზრდები ეს ჩვენი კაცები ეუბნებოდა რომ ახალგაზრდების მესმის იქ არის მაქსიმალიზმი იქ არის უამრავი რამე რომელიც ცოტა ინფანტილიზმი არ მოგწონს რაღაცები და ახალგაზრდები მესმის ცვლილებები გავლილი დროა ამბებია ძალიან ბევრი ამბავია გაცვლილი და რასაც გეტყვი რომ ცოტა ანარქისტული მიდგომები ეგეც არის იცი რა არის განსაკუთრებით სახელოვნებო ისრაელში მითხრეს ერთხელ რომ ტრადიციულად ეგენი ან მემარცხენეები არიან ან ულტრამემარჯვენეები მითხრეს რომ ბენ-გურიონიო ბოლოსკენ აი რომელიც ისრაელის შემქმნელი იყო მაგრამ ახალგაზრდა თაობა მოვიდაო და აღარ ახსოვდა ის შექმნის ამბავი და ბენ-გურიონიც აღარ უნდა თუ და მოგუბეზრა თავი ამომდენო ყველაფერია მაგრამ აი ჩვენი თაობიც ეს ადამიანები რომელთაც ეს ყველაფერი გავლილი მაგალითად მე ვიტყოდი რომ დაფიქრდე მორალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმიტომ რომ იციან რისკენ მიყევთ ზოგჯერ სხვადასხვა რიტორიკის უნარი აქვს სხვადასხვა და შეიძლება დარწმუნების ამბავი უნდა ქონდეს ადამიანის რიტორიკით შეიძლება ადამიანები მოხიბლოთ აბრუ დახვე ეს თაობის ადამიანები როგორ ერეკებიან არსაით არ არის ეს გზა ესე იგი მოდი ეს დავიშალოთ ეს სახელმწიფო დავშალოთ და მე ვინ გამოაცხადებს არჩევნებს იცი მე გამოჩნდება ან ვიღაცა ზოგი ამბობს უცხოელი ჩამოვა ზოგი ამბობს რომ ყოფილი პრეზიდენტი დანიშნავს მე რაღაცა იქნება ეს არცოდნის ამბავი არიციან უბრალოდ ეს პროცესი ხო მეორე ნაწილი სამართლებრივად როგორ არის მაგრამ ჩემი აზრით ხელისუფლება სოდავს ახალგაზრდებთან მიმართებაში ვერ უხსნის წესიერად მე იქაც არ დავმალე ბიზნესმენების შეხვედრაზე პრემიერს უთხარი რომ 12 წელიწადია თქვენ თავს იმართლებთ. იმიტომ რომ პოლიტიკა ნიშნავს ერთ-ერთი დიდი კომპონენტი არის საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, ეგრეთ წოდებული PR-ი, რომელიც არ ვარგა. ჩემი აზრით, აი ღიად ვამბობ. შენ როდესაც თავს იმართლებ, ანუ პროპაგანდის კლასიკური წესი არის, რომ უნდა დააბრალო და რაც უფრო ხმამაღლა დააბრალებ და სხვათა შორის დიდი ტყვილი უფრო ადვილად ასაჯერებელია, ოღონდ ბევრჯერ ნათქვამი. უფრო ადვილად აჯერებ და სხვათა შორის აი ეს პროპაგანდისტულ კლიშეებს რო წამოეგები, ანკეს რო გადმოგიგდებენ პროპაგანდისტულს და უცებ წამოეგები, ინტელექტზე ცუდად მეტყველებს შენს აზრს, როდესაც ამას ეს მარტივად იჯერებ. ეს კიდე ცალკე პრობლემა არის ჩვენი. მაგრამ ვისაც პრეტენზია აქვს ინტელექტუალობაზე, ესე მარტივად არ უნდა ყლაპავდეს აი ამ მარტივ დაშტამპულ კლიშეებს, რომ რუსი რაღაცა ამდაგვარი. მაგრამ ხელისუფლება ამაში წოდავს. ამას უჭირდება ახსნა, როდესაც ესეთ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას იღებ, რაც 28 ნოემბერს მოხდა, ამას მანამდე ახსნა ჭირდება. ამას ჭირდება ახსნა, აგერ მე მოვიტანე რიცხვები ევროპაზე არის საუბარი, ხო? აი ევროპა, გასაგებია რომ გვინდა ევროპა. ევროპა არის უკიდურესად ბიუროკრატიული წარმონაქმნი, ევროპის კავშირი. უკიდურესად 35,000 ბიუროკრატი მუშაობს. იმდენი რეგლამენტები, იმდენი დირექტივები, სადაფუძნებო ხელშეკრულებები, იმდენი და ისეთი რეგულაციებია, ვასიკო, რომ ვინმეს თუ აქვს აკითხული ევროპის deep state. ხო, ვინმეს თუ აქვს აკითხული, როგორ ჩვენ იქ რო შევდივართ, მე მაგალითად მაწყობს, გამომდინარე ჩემი ბიზნესის სტრუქტურა ძალიან მაწყობს, რომ ჩემი ეკონომიკის კაპიტალიზაცია მოხდება და ამ შემდეგ. აი სოფლის მეურნეობაში რო დასაქმებულია ხალხი, იმათ იქ რა ელოდება თუ იციან. არ იციან უბრალოდ, იმიტომ რომ მე ცოტათი ვიცი ამაზე ჩვენთან რო საუბარი არ არის ხო აი მაგას გეუბნები და მე მაგალითად ეხლა რა გამოიცი ახალგაზრდების თემა შენ ახლა არ ვიცი დღეს იტყვი თუ არა და ეს ახლა ამის უნდა მე გეტყვი ამას უნდა ჩამქოლავ რუსად მოვინათლებ მორალური მე სხვათა შორის მინდა გითხრა რომ მაგრამ ჩამომარდა და პირველი ვინც ახლა როგორი თემა იყო არის რაღაც თემები ვერ ყვი და რაც ვერ ყვი მე უსმენ ხოლმე ხარ ადამიანი ყველაფერი ხარ გეცოდინება და ნუ ესე არის რომ ევროკავშირი რაღაც ჩართული ეკონომიკური საკითხები დიოდი პირველი ვინც ამის შესახებ
ახლა არ გეტყვი, თავრობის ხტომაზე დახურული თავრობის ხტომა იყო და თქვა, იყო ბენდუქიძე, რომ თქვა, რომ ეხლა ამ სისულელეს საპირდაპირ მანაც ეცოდა. ამ სისულელეს თუ არ მოვეშვებითო ჩვენო და ევროკავშირიო და მან ჩამოთვალა ის საფრთხეები. მე მეცთან ბევრჯერ მისაუბრია, მასთან მახსოვს ერთხელ ხომოთ ვიჯექით კანცელე სასადილოში და მიყვებოდა რაღაცებს, რა იქნება, რაღაცა იქ რეგულაციები. მე რაღაცით მომიწია გვერდიდან. ამაზე გაბედულება პირდაპირ უნდა გითხრათ ამ ხნის განმავლობაში მე პირდად საუბარი მქონია ხო და მეუნებიან აი თუ ზმახარ ახლა მაგი არ გინდა ყველა მეც იცის და არავინ არც მთავრობამ არ აიღო ეს გაბედულება თავის თავზე და აი სოფლის მეურნეობას რო ახსენებ და მოდი დღესაც ახლა თორე ამ ისედაც ახლა გადაგვაჩვენებენ მაგრამ ეს ვალდებულება უნდა ვიცოდეთ რომ მან იქ სხვადასხვა არ მინდა გითხრა იქ რაღაცა თუ კაცო ამეებსო სისულელას თქვა ეცე ბედუქჯებრო ო ესენიო სულ ყველაფერი მაშინ ჩვენ უნდა ავჭრათ რაღაცა და ნუ ზდა ახლა იმედიაო მაქსისულელს გარეთ კიდე არ იტყვითო ახლა ამ სისულელესო შეეშვით იმიტომ რომ ეს სოფლის მეურნეობის რა გველის, როგორ გველის, რას გავაკეთებთ, სხვადასხვა რა ხდა ბალტიისპირეთში, ბულგარეთი, ხორვატია, რუმინეთი. ესე იგი, მთავარი პრინციპი რა? შენ აპირებ რომ მაინც ჩვენ თავზე ისედაც ერთი ამბავი გჭირს. არა, პირიქით. შევისწავლეთ. ბევრი სიკეთეებიც არის ამაში. მაგრამ მე პიარზე მივდივარ ისე რა, ახალგაზრდებს ვერ უხსნით, კარგად ვერ აუხსენი, რას აკეთებ. რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, რატო იყო სწორი, პრაგმატულად გადაწყვეტილება, რომელიც 28 ნოემბერს მიიღე, მაგრამ ამას ერთი განცხადებით, ერთი ბრიფინგით ესეც საკითხები მე მგონია რომ არასწორია. ამას უნდა მომზადება შესაბამისი. ახალგაზრდებთან დაკავშირებით სერიოზული ვაკუუმია უმაღლეს სასწავლებლებში შექმნა. გამორიცხილი არის აბსოლუტურად ტვინები. შეტყვი, აი შეცდომა. დილა შეცდომა კი არ დავარქვათ, აი დიდი ჩავარდნა. ეს არის განათლების სისტემა. და იმიტომ კი არა რომ ვინმე აი იქიდან კიდე დაიწყეს ის აი ჩვენ პარლამენტში ვიყავით იქიდან იყო დაიწყო გასულს განათლების რეფორმა და მე განათლების რეფორმა 2 წელიწადში ერთხელ ახალი რეფორმა იწყება საქართველოში და პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ რომ კატასტროფისკენ ვითარება არის ეს არის თვითდინებით მიდის და თან ეს განათლების სისტემა ყველა სფერო მნიშვნელოვანია მაგრამ ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთი მაგრამ სხვა სფეროში შეიძლება 2 წელიწადში მიიღო რაღაც შედეგი შეგიძლია ინვესტიცია ჩადო და შედეგი მიიღო და საწარმო დაიწყო. განათლების სისტემა 10 წლის შემდეგ თუ დაიწყებს მოცემას ისიც წყობრად თუ იმოქმედებდა. და აქვე ვიტყვი და ჩვენთან კიდე ქმედები როგორია, εσύ დღეს ასე მიდიხარ, მეორე წელიწადს ასე მიდიხარ, მე-13 წელიწადს ასე მიდიხარ და მე ვერც კი დავინახე ვერც ერთ შემთხვევაში პირდაპირ რო გითხრა, ვერც იქ და ვერც ამ ხილ რომ ვინმემ დაიწყო სიღრმისეული და გრძელვადი ენცვლება, იმიტომ ყველა ფიქრობს რომ იცი რა მე ხა ხვალ აღარ ვიქნები და იცი საინტერესო სტატისტიკას გეტყვი არც გონია ხა შეცვლილიყო 3 წლის ჯერ კიდე გეთვითარება იყო რომ რაც დამოუკიდებლობა გვაქვს მიღებული 9 თვე არის განათლების მინისტრის 9 თუ 10 თვეა წელიწადი არ არის ხანგრძლივობა პერიოდით ანუ ადამიანი რო ინიშნება არც კი არის ამან მოიტანა სკოლები, ამან მოიტანა სახელმწიფო და რაც მოიტანა დამოუკიდებელ განათლება აღზრდის გარეშე ერთად არ არის და რაც მოვედი შენ ნათქვამთან რო გითხრა რომ ეს სასაკრული არის გაშვებული ხელიდან და არც ვატყობ და ხა მთავრობაც ფიქრობს ალბათ 4 წელიწადი ხო ამ 4 წელიწადის თემა ეს არ არის ეს არის ეროვნული შეთანხმების საგანი რომ ეს იქნება წავიდეს გაგზავნოდი უნდა იყოს რომ დაიწყეთ რომ გაგზავნოს ცხოვრებაში და ამაში ეს არის ჩემი პროფესია ასე და უყურებ რომ უმაღლესებში არის მე აი გვერდზე გამიწევია პოლიტიკა საერთოდ მე უყურებ როგორ ხდება დადაბლება დონისა ფასი მიდის მაღლა გადასახდელი და მეორე თავარი რაც არის რამდენად არის მორგებული ქვეყნის და საზოგადოების საჭიროებებზე ის რაცაც ამათ ასწავლიან და რაშიც ფულს ახდევინებენ იმიტომ რომ ხდება ის რომ ადამიანი თითქოს კი სწავლობს მაგრამ პრაქტიკული გამოყენება არ აქვს და ეს იწვევს უკვე სოციალურ პრობლემებს და მას მე გადადის და ხა ეს კიდე ცალკე თემებია და რა შეეხება ევროპას რა თქმა უნდა ჩვენი ადგილი ჩვენ მივდიოდით სწორად სანამ ეს დაჩქარდებოდა მოვლენები ომის გამო ჩვენ ჰარმონიზაციას ვაკეთებდით კანონმდებლობის ნელა-ნელა ეკონომიკას ვამზადებდით იმ რეგულაციებისთვის ვემზადებოდით რაც იქ არის როდესაც უცებ დაჩქარებული წესით არ იქ ხვალ შემოდი აი აქ უკვე მე პირადად გამიჩნდა სერიოზული კითხვა და დავიწყე ამ რეგულაციების კითხვა იქ არის რომის ხელშეკრულება დამფუძნებელი თაც დაიწყო 57 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულება 92 წლის რომელმაც ურთულესად გაიარა რატიფიკაცია მაგალითად დანიაში ჩავარდა რეფერენდუმზე გაიტანეს ჩავარდა და მე
დამატებების გაკეთება მოუწიათ სპეციალურად დანიისთვის, რომ რატიფიკაცია მოახდინა. ინგლისი დაელოდა დანიის რეფერენდუმს და რატიფიკაცია საფრანგეთში ძლივს გავიდა 2-3 ხმ. ანუ ურთულესად გაიარა ამან. და მე როდესაც უკვე გადაწყვიტეს, გადაწყდა ეს აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნები უნდა შესულიყვნენ, დაიწყეს მთელი რიგი ცვლილებების შეტანა. ამ ხელშეკრულებებში მე მოდის ამსტერდამის ხელშეკრულება, მე ლისაბონის 2007 წლის და ლისაბონის ხელშეკრულებაში მთლიანად შეცვალეს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. და დააწესეს ესე. ანუ 6 ქვეყნით დაიწყო, ხო, რეალურად ევროპა და 2007 წელს ლისაბონში დაადგინეს ესეთი წესი გადაწყვეტილების მიღების კვალიფიციური უმრავლესობა 55%, ოღონდ ისინი უნდა აკონტროლებდნენ მოსახლეობის 60%-ზე მეტს. ეს არის პირდაპირ ამ 6 ქვეყანაზე მორგებული ფორმულა, რომ ყველა გადაწყვეტილება მიიღოს ამ 6 ქვეყანამ. ფოლადის კავშირი რაც იყო. ფოლადის ხო, რითაც დაიწყო. ორუმის ხელშეკრულების ხელმომწერი 6 ქვეყანა, ანუ გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ბენელუქსის 3 ქვეყანა. აი ეს 3 ქვეყანა არის დომინანტი, ყველა გადაწყვეტილება ევროპაში მიიღება სწორედ ამ ქვეყნებს. ანუ ევროკავშირი რა არის? ეს არის მუშახელის, სერვისების და საქონლის თავისუფალი გადაადგილება, ხო? ოღონდ აგრარული სექტორის გარდა. ამაში არ შედის თავისუფალ გადაადგილებაში აგრარული სექტორი და იმდენი რეგულაციები აქვს აგრარულ სექტორს, იმდენი რომ არ ვიცი, ამაგალითად 2013 წელს არის დირექტივა 1018, რომელიც კარტელების დაშვებას თუ ეროვნულ ხელისუფლებას ესე აწყობს, კარტელებიც კი შესაძლებელია, რომ ესე ვთქვათ, საგრარულ დარგში, რომ კონკურენციის საწინააღმდეგოდ და ასე შემდეგ და კონკურენციის ესე ჩამონგრევაც კი მოსულა თუ მათ ჭირდებათ. ეს პირდაპირ დირექტივებში უწერიათ. ხო და მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გარე პერიმეტრი უნდა დაკეტო. ამაგალითად თურქეთთან რო იაფიანი პომიდორი შემოდის, შენ იმას ვერ შემოიტან. კი ბატონო. შენ ჩამოიტანო იტალიიდან ან ესპანეთთან პომიდორი. შრომის კანონმდებლობა ურთულესი, უბიუროკრატიულესი, რომლის ელემენტები ჩვენთან უკვე და კოტები რა შეგიძლია აწარმოო და რა რაოდენობით. აუცილებლად. ეგ დირექტივებში არის. სურსათის უნებლობა და მწვანე ეკოლოგიური აი იმ მწვანე ეკოლოგიური მას თუ გავყვებით, ვერაფერს ვერ ააშენებ ამ ქვეყანაში. ვერც ერთ საწარმოს. უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებ. და რაც შეეხება სურსათის უნებლობას, ის საწარმოები, რომლებიც კვების ინდუსტრიაში მუშაობენ, იმდენი ინვესტიციები მოუწევთ, რომ ის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ახლა მივიღებთ ესეთ სურათს. ხორვატმა მითხრა ამას წინათ, რომ 2013 წელს შევიდნენ, ბოლოები ეგენი იყვნენ და ჩვენ მივიღეთ ხორვატული ხელფასები და ევროპული ფასები. ანუ ხელფასის გაზრდის, ესე ვთქვათ, მიზეზი აქ არ არსებობს, მაგრამ ფასების გაზრდა გიყვარდეს. იმიტომ რომ კეტავ გარე პერიმეტრს და აგერ ვაჭრობა წამოვიღე ევროკავშირის გარეთ რამხელა ვაჭრობა გვაქვს ჩვენ და რამხელა იმპორტი გვაქვს და როგორ აიაფებს ეს სამოხმარებლო საქონელს იგივე ჩინეთი, იგივე თურქეთი, ეს ყველაფერი უნდა დაკეტო. ნუ ეხლა ტურიზმზე რო გადავალთ, ეხლა ცალკე ამბავია, აი მაგალითად რამდენი ქვეყნიდან ვეღარ შემოვა ჩვენთან? რას ლაპარაკობ? ტურიზმი შარშან 4.5 მილიარდი მივიღეთ ტურიზმიდან 24 წლის განმავლობაში. აქედან 850 მილიონი რუსეთის იყო, თურქეთის 612, ისრაელის 436. და ევროკავშირში 500 მილიონიანი ევროკავშირი იყო 500 მილიონი, ანუ ფაქტიურად ისრაელის და ევროკავშირიდან შემოსავალი ტურიზმიდან ერთ-ერთი იგივე. ესე იგი, აი ამ 4 მთავარი წამყვანი პარტნიორიდან ტურისტული ჩვენი 3-ს უნდა ჩავუკეტო საზღვარი. ეხლა წარმოიდგინეთ ეს რა გავლენას მოახდენს? არა, ტურიზმს რატო უნდა ჩავუკეტო სოფლის ფორმა? ტურიზმს ტურიზმი ცალკე. სავიზო რეჟიმი. თავისუფალი გადაადგილება. შენ ხო თავისუფალი ამდენ გარე პერიმეტრი უნდა დაკეტო, როგორც ეკონომიკურად, ისე ფაქტობრივად. მაგითო. ანუ როგორც ევროკავშირში ვერ შედიან ეს შემოვიდა, ესე იგი ევროპაში. ხო, ანუ ერთადერთი რაც მოხდება, აქედან ლეგალურად გადაადგილდება უზარმაზარი მასა შრომ დასაქმების მსურველების, მკვეთრად შემცირდება ჩვენი მოსახლეობა. ხო, იმიტომ რომ ის მოლოდინი მაგალითად აი არის ხოლმე ეგეთი ამბავი, რომ აი პოლონეთში მოხდა მაგალითად გერმანული წარმოების გადატანა, კარგული ქარხნების გადატანა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ პოლონეთი რამდენიმე ათეული მილიონი მოსახლეობა. აი ხორვატია მოსახლეობა და საზღვარზეა გერმანიასთან. ანუ შენთან რამის წარმოების გადმოტანა 1.5 მილიონიანი სამუშაო ძალა რო გაქვს რეალურად, ხო?
და თან ამ სიშორეზე აბსოლუტურად არაფრის არავის არ ჭირდება და ხორვატია არის ძალიან მეტყველი მაგალითი. ხორვატია, როდესაც იუგოსლავიის შემადგენლობაში იყო, ერთ-ერთი სერიოზული წარმოებელი ქვეყანა, გემთმშენებლობა, მეტალურგია, სულკმრეწველობა. ხო, იმიტომ რომ მთელი საზღვარი ადრიატიკის ზღვის ხორვატია. და სექტორულ ანალიზს, ასე ვთქვათ, შეისწავლეთ ხორვატიის ეკონომიკის, კლიენტში და პროდუქტის ანალიზის სექტორების მიხედვით. ნახავთ, რომ 60%-ზე მეტი უკავია მხოლოდ ერთ სექტორს, ასე ტურიზმის სექტორს. სერვისები. ტურიზმი. ესე იგი, ტურიზმი თუ არ ჩავიდა, ხორვატია რჩება მშიერი. ამას ჰოლანდიური დაავადება ქვია ეკონომიკაში, ეს კატასტროფა რა. უბრალოდ ხორვატებმა ეს იციან და მოლოტოვის კოქტეილებს არ ესვრიან ერთმანეთი, რომ ეს ტურისტი არ გააქციონ, იმიტომ რომ იციან, რომ დამოკიდებულები არიან სექტორზე სერიოზულად. კი ბატონო. აი ბულგარეთში მაგალითად 2007 წელს გაწევრიანდა ბულგარეთი ევროკავშირში. 2010 წელს 3 წლის მერე გამოიცა ევროდირექტივა, რომელმაც აუკრძალა თამბაქოს, ორიენტალ თამბაქოს ეგრეთ წოდებული წარმოება, ჩიბუხში რასაც დებდა. და ერთი დირექტივით 9 მილიონი კაცი დარჩა უმუშევარი ბულგარეთში. ვინც აწარმოებდა აი ამ ბულგარეთის თამბაქო გეხსოვნება, ხო, როგორი ინდუსტრია იყო. ერთი დირექტივით გაუჩერეს. ანუ ესეთ რაღაცები უნდა ვიცოდეთ წინასწარ. სად დაგვარტყავს, მოვემზადოთ, მაგრამ მომზადებული თუ შედიხარ იქა, მომზადებული ინვესტიციებსაც წამოიღებ. ეს ეს გვინდა, მაგრამ უნდა ვიყოთ მომზადებული. იმისათვის რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდე და ეკონომიკური სარგებელი მიიღო, შენ უნდა იცოდე იქ რა რეგულაციები გელოდება და ამისთვის უნდა ემზადებოდე დღეიდან დაწყებ გუშინდელიდან დაწყებ. მე თუ გეგალ ამაზე არის რომ აქედან შენ პრობლემები იქნება, მაგრამ კონკურენტუნარიანი უნდა იყოს რომ შეხვდეთ. თუ საერთოდ არა გაქვს და ისე შედიხარ, მაშინ გასახებენ ფულს და გეტყვიან რომ იყიდე ჩემი. და დამთავრდება შენ ერთი რამე მითხრა. აი ჩვენ ღვინო ახსენე შენ დასაწყისში, მაგალითად, აი ღვინოს რომელიც ჩვენ აი ესე ბულგარეთივით მოხდება. ამდენი თამბაქო არ გჭირდება, ამდენი ღვინო არ გჭირდება, აგერ არის ჩვენი ღვინო და ასე თქვა აუცილებლად კვოტებში მოხდება, აუცილებლად. აუცილებლად პატარა კვოტებში. ხო და ეხლა ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ ღვინოს ინდუსტრიაში, ისედაც არასწორია, იმიტომ რომ ჩვენ თუ ევროკავშირში უნდა შევიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, მაშინ ღვინის ინდუსტრიასაც მომზადება ჭირდება. ეს სუბსიდიები, მაშინ არასწორი თემა არის. სუბსიდია არის რაოდენობაზე გათვლილი და ხარისხის გაუარესება. მაშინ წახვიდე სხვა გზით. შეამცირო რაოდენობა, გაზარდო ხარისხი, გაზარდო ფასი და ასე თქვა, მაშინ ევროპული ღვინო უნდა აწარმოო და მაშინ კი ბატონო. ანუ სხვადასხვა ამცდარია ეს გზები ერთმანეთს რა. დღეს და ესეთ ბევრ ინდუსტრიაში ვართ ესე ამცდარი. ამიტომ ეს მარტივი საკითხი არ არის. ამას უნდა ძალიან ბევრი მუშაობა და მომზადება. მაგრამ სუბსიდია რო შეწყვიტო, ეს უკვე რაღაცას სხვა პრობლემას ურტყავს, იქ ელექტორალური პრობლემა გაჩნდება და ასე შემდეგ. ანუ მოკლევადიან ამოცანებს გიწყვიტავს და ეხლა თუ გზელვადიანად გინდა ამ დარგის გაუმჯობესება და გაევროპულება, მაშინ ამისთვის სხვა გზა არსებობს. აი რასაც ბიოწარმოებაში აკეთებ ხარისხზე ზრუნვა და ასე შემდეგ. კაპიტალიზაცია სოფლის მეურნეობაში. სოფლის მეურნეობა არის ყველაზე დეკაპიტალიზებული დარგი საქართველოში ამდენი წელიწადია. ნახევარი მოსახლეობის ჩვენი შრომით უნარიანი სოფლის მეურნეობაში მუშაობს და 10%-ზე ნაკლებს ქმნის. ირაკლი ბაყლავასთან არ არის და ვარ ჩაუვართოს, მაგრამ ეს ჩაოლებრივ დონეზე გვეტყვი. აი ჩაოლებრივ ყოფით დონეზე რაც არის მძიმე საქართველოს ღვინის უყანავართ. ჩაოლებრივ ისე 2-3 ლარიანი ღვინო მოიხმარება ჩაოლებრივ მაშინ და ეს ხო საბოლოო ჯამში კონკურენციას გადის და ხარისხსაც გადის და იმ საბოლოო ფასზე გადის და ფაქტობრივად ჩვენ სუბსიდირებით რას ვაკეთებთ მე ახლა ამას ვახალისებთ და მიუხედავად იმისა რომ მერთხელ მეღვინეები იყვნენ და გახსოვს შენ გადაწყვეტილებაში ხო და უთხარი და არა ვარჩავე თემა ამოწურულია და მე მითხრა რომ მეთქე რა არის ამოწურული თქო შაქრიანი და წყალუღვინო და მე მითხრა ეგო შეიძლება რო გადაცემაში რო თქულიყო ხო და მეთქე როგორ ახლა მე დავდივარ და არ არის ამოწურული აი როგორ გითხრა მე არ დამთხილად ვექცევი ამ რესტორნებში ესე რო თქვა რომ მე საქართველოში დღეს მოვედი და სუფთა ღვინოს დავლევ გან არ დალევ მაგრამ გარანტირებულად რომ სადაც არ მივალ რეგლექში რო არის ამ ღვინოს დამაძალებენ სადაც არ მივალ ღვინოს კი დაგაძალებენ მაგრამ რა ღვინოს დაგაძალებენ საფრანგეთში და იტალიაში ხელს არ ჩამოგართმევენ თუ იციან რომ შენ რაღაცას აფუჭებ იქ ხიმანდრობ ხელს არ ჩამოგართმევენ ეს არის ევროპა მაშინ წავიდეთ ამ გზით და საქართველოს მაშინ ღვინო მეღვინეობა საქართველოშიც კი მონგებიანი შეიძლება იყოს იმიტომ რომ ჩვენი ღვინო შეიძლება არ ყოფდიდეს ჩვენ და ევროპელის თავში ღვინის გაფუჭება ეს არის სუდი საკითხი თითქოს ევროკავშირთან რა კავშირშია
გააწყობენ სუფრას და გადახუძრულს და ღვინოარი ისა და ის კი არ მოწუხებს დასალევი რა არის. ფასი და ეკონომიკაში გადადის, ხო მე? ხო და ახლა ამ ჩვენი ღვინით ევროკავშირის თუბეტეს რო მიადგები უცებ აღმოჩნდება, მე რა გეტყვიან ეზერბეტია, მე სად შენდება ვენახი, რამდენად არის, იმ ადგილას როგორ არის. აპელაციონები. ამ დინარის აქეთ კარგია, დინარის იქით ცუდი ახლა არ მინდა მე ეს გავუწევ. აი ოდნავ ქვემოთ იცის ახლა ოდნავ ქვემოთ მაგალითად არხის ქვემოთ რო არის იქ სხვანაირი ხარისხია, არხის ზემოთ სხვანაირი ხარისხია. ფერდის დახრა. ხო, რომ მოგვთქვენ რომ ფრანგულ ღვინოს უნდა გაეჯიბრო, რა უნდა გაეჯიბრო. მაგას ჩვენ ორი საუკუნე ვერ დავეწევით, მაგრამ თავარია რომ დავიწყოთ სულა ამაში. ამ მიმართულებით, მაგრამ არ მივდივარ სხვა ღვინის ინდუსტრია, მიდის სხვა მიმართულებით, არა ევროპისკენ. ევროპისგან სხვა მიმართულებით. და სხვა ინდუსტრია, ბევრი ინდუსტრია ჩვენ ახლა რაზე ვმუშაობთ? აი, რაზე ვთქვა? ხო, მაგრამ ნახე, ჩვენ ვმუშაობთ სხვა რამეზე. იმისთვის რომ ჩვენ არ ვმუშაობთ, ჩვენ არ ვყვევთ რა გვინდა ერთმანეთ. ო, რა გვინდა ბოლომდე საქმეს ვარჩევთ 30 წელიწადია. 30 წელი, აი ნახე, უტრირებულად ასვა, უტრირებულად ხო, მაგრამ ჩვენ ახლა ვამბობთ, ერთამეზე ვამბობთ, რომ გვინდა ახალი არჩევნები, აი ახლავე გვინდა არჩევნები. ახლავე გვინდა, ვინ უნდა დანიშნოს, როდის უნდა დანიშნოს, როგორ უნდა დანიშნოს და როგორ უნდა ჩაატაროს, ეს ჯერ არ ვიცით. სამართლებრივი საფუძვლები და უცებრო თეორიაში აი ფიქრია ხოლმე ხა. უცებრო ადგას ვსაუბრობ და გეთახმებით რო თქვას. აი გეთახმებით და წავედით სახშიო. აი გეთახმებით და დავრობა მაგრამ მარტო ერთმა კაცმა რო თქვა, წავედი სახშიო. ხო. აი რა მოხდება, როგორ გონია? ერთ საათში რა მოხდება ამ ქვეყანაში? მე ერთხელ ევნახე მე რა მინდა არავიდან და არც ვინ აი ყველა სიტყვას ზომავ და ერთ ბაბუაჩემის მამაჩემის დანატოვარი გეკომაკ ძველი გზელულიანი გაკავშირში ახლა იტყვი და გაფორმება იყო ახლა მაისის იმამდე და მაისში მივედი გონი შენ გითხარი კიდეც და რიგი იყო პირველ დღეს მეგრე მეჩვენება თქვა აი მავზოლეუმის რიგი ტელევიზორში რომ მინახია მე მივედი სხვა ჩვენ დაცვები შეხვდა და მთელი დღე ვიდექი რიგში და საყაბოს ლის მომიწია გადატანა იყო და მე არ ვიტყვი რაოდენობის რადონის ხრახტიანი იმიანი იარაღი არის რეგისტრირებული არ ვიტყვი რაოდენობის და არ მინდა რომ ეხლა პანიკა ატყდეს და საქართველოში კურდღლის მოკლაც არ შეიძლება ახლა ვიტყვი ჯარიმაა და ეს კერძოდ რისთვის არის ეს ამოდენა ნუ არ ვერო კერძო საკუთრებაში რას გეუბნები რომ აქ ამ ქვეყანაში პატარა რაღაცის ჯერ მაშინ ხო უყურეთ მაგრამ მე ამის ეხლა რა მომეხოლმე რომ რაღაცნაირად და თქვენის გეშინიათ მე ამის ტელევიზორში უყურე არ დავასახელებ ახლა გვარს მაგრამ იძახთა რომ თუ საჭიროაო ომშიც უნდა დიახო ომიც საჭიროა ომახიანად იძახთა ახლა ნუ ეს მაგრამ გახსოვთ იცი როგორ არის სოროკი არა აი პაჭეციდან სრულშიც თუ არის შეძრალი არ თქოგონა ახლა თუ ისე ვიქბეგონა და აი ეს ადამიანები იოლად მოუწოდებდნენ ხო სისტემური მდგრადობა ამ ქვეყანას არა აქვს ჯერჯერობით სამწუხაროდ ხო 30 წელიწადია არა აქვს ამ ქვეყანას სისტემური სულ ვიღაცაზე არის მიყუდებული ქვეყანა ხან შეორნაძეზე ხან მიშაზე ახლა იძინა ეს არ არის კარგი ეს ცუდია სისტემური მდგრადობა მაგრამ ამას წლები ჭირდება ათეულობა ამას შეიძლება ორი თაობა კიდე დაჭირდეს რომ იქამდე მივიდეთ ამერიკაშიც პრობლემა იყო არ გახსოვთ არჩევნებზე რა ხდებოდა კაპიტოლიუმთან როგორ განეცკიბზე იყო ქვეყანა იქ ჩიკაგოში რა მოვლენები ვითარდებოდა ის შავკანიანი ამ ხელა გამოცდილების დემოკრატიის შავკანიანის უყურებლობა პოლიციელს რო შემოაკვდა და რა კინაღამ ჩამოიშალა ქვეყანა ანუ სისტემური მდგრადობის პრობლემა არის ქვეყანაში და ამიტომ დღეს ეს ჩამოქცევა მოწოდება დანგრევისკენ უკან ვეღარ აუკრიფავთ ახალგაზრდებს მაგალითად არ ახსოვთ აი ამის ვლაპარაკობდით რომ მიდიხარ ახლა ქუჩაში არ გეუბნები რომ ახლა ინსტიტუტში უნდათ ეკონომიკა ყვავის და ვიტრინები არის შუშის ვიტრინები და შემოვიდა ხო აგერ არ უახსოვთ ცოტა ხნის წინ ჯიხურებში თითი უნდა შეგეყო გამაგრე ეს ხო არქიტექტურა ხო ძალიან აჩვენებს პირდაპირ დაწყობას გინდა თუ არ გინდა ხო აბა როგორ ციხესიმაგრე იყო თუ სირკო ხტავეზე იყო სხვა რამე იყო თუ არ ომზე აი და ჯიხურში ეხლა ეს ამ ვიტრინების ჩამომსხვრევას უნდა 15 წუთი წერა გირჩი ახსენე და იაგო ხუჩამ რო დაიწყო ეს ციკლი გადაცემების საქართველოს დაბოდება უყურებთ თავიდან თითქმის არ გამომიტოვები არც ერთი და რაღაცა პატარა იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა, რომ ის პრობლემა, რაც ჩვენ უახლეს ისტორიას აქვს, ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში, ვინ იყო რუსთავი ორი, მაშინდელი რუსთავი ორის მიერ გამოგონილი გმირები, ვინ იყო ნამდვილი გმირი, ვინ იყო მოღალატე,
აგენტი მართლა ვინ ეს არ ვიცით ჩვენ ყველაფერი არეულია ვიფიქრე რაღაც ნაპერწკალი გამიჩნდა იმედის რომ აი ეს ციკლი გადაცემების აი ამ ჰიპერტროფიას და გაასწორებს რომ მაგრამ რომ მე იქ მოვისმინე ყოფილი ჩემ კოლეგას რომელიც იმ ამბავზე საუბრობდა რომელიც კარგად ვიცი რაშიც მე მონაწილეობდი ისეთი ტყუილები თქვა მე იმათ ტყუილი მაგრამ მივხვდი რომ აი და ძერ ხაჭი უპერს მივხვდით ხო რას გულისხმობ თუ არ გავასწორეთ ხო ერთი ის გავიარეთ და ნამდვილად ახლა არ ვაფასო და კრიტიკულად და არც კონკურენტულად ნამდვილად საინტერესო იყო მაგრამ მე მაგალითად უყურებდი რაღაცას რომ აღმოჩნდა რომ ცოტა რა არის რატოა სირთულე ეგეთი გადაცემის რომ ესე კი ისტორიისთვის ეგეთ საჭიროა მაგრამ ყვება იმას ყველა რასაც უნდა და იქ შევხედე რომ აი პირდაპირ გითხრა ისიც მონაწილე ვიყავი და მამალი ტყუილი კი არ ქვია და ეს ეყვება და ეგ არის რაციონის კარიბჭერვა იმას ცნობილი და ახლა ეგრე თუ ყველა როგორც გვინდა ერთი და იგივე სიტუაცია მოვყევით ეგრე ანუ ჩემი ილუზია ჩამოინდა თან ყველა როგორ იწყებს იცი მაბატი ერთი რაღაცა ცოტა გახალისდება და არც გიც არ ეწყინება და ჯერომ საქმე წინვალი სამნი ერთ დამშიროა და თუ გახსოვდი კალმახის ისტორია არის რა და კალმახი კიდია უზარმაზარი იქა და ყველა როყვება თავის ვერსიას რომ აი მე ესე დავიჭირო და ყველა იწყებს მე დილით გამოვედი საერთოდ და თევზაობა და ესე მოყვა და მოკლედ ვიხდიო და ისა რა ქვიაო და შემოვიდაო ამასობაში მე პატრონეო რა ამ დუქნის სადაც არიან ამას ეხება სწორედ ამ მოყოლებს და არდგნა ეს გიამბოთო იმანაცო ესე წვერიანმაც გიამბოთ აბა ბიჭო შეხედეთ ახლა თქვენო რა ეხლა მე გეტყვითო რომ 100%-იანი ტყუილი რაც არისო მეტი საქმე არ ქონდათ ახლა მაგათო რომ ეს კალმახი დაეჭირა და მოეტირათ ფერე და ჩემთან დაეკიდათო მე მოგიყვებით დავდიო და მოყვა ნამდვილი ისტორია სინამდვილეში როგორც დაეჭირა და მე გავიდა ისევ რაღაცაო და გავუკეთოს და ახლა უნდა ჰარის დათვალიერებაო და რო ავიდაო ჩამოვარდაო და ახლა დაიფშო თიხის აღმოჩნდაო საერთოდ აღმოჩნდა არავის არ აქვს დაჭერილი და ეს გირს არ ეხება აბსოლუტურად რა ეგეც არის აი ჩვენ განათლებას დევასწროთ რომ ისტორიაც კი არ ვიცით ჩვენ თვითონაც აგერ ჩვენ თვალწინაც მოხდა მაგრამ მე რატო გითხარით უფროსი თაობის ადამიანებიც არიან იქ თქო იმ ადამიანებს შეიძლება ეს მოყოლით არ რომ თავის თვალით ხო იციან აი თავის კისერზე ხო გავიარეთ ეს ხო გავიარეთ ეს ყველაფერი და რასაკვირველია აგერვა იდეალურად არ არის არც ეკონომიკა, სოციალური ისიც არის, პრობლემებიც არის, ფლობაც არის. პრობლემებს ალკე პოდკასტი მიუძღვნათ და ვისაუბროთ. უამრავია. ხო, მაგრამ ეხლა ამის გამო რომ სახში რაღაც არგი ვარ გამოდი ახლა გადავწვათ ეს სახლი, ეს ბაშფოთებს მეტი არაფერი და თქვათ აი როგორ რაღაცები ბაშფოთებს ეს ომთან დაკავშირებით მაგალითად უსმენ ხოლმე იმ ადამიანებს რომელიც შეიძლება პირდაპირ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ხელს უწყობ. აბა რა გვინდა ჯარი ამის წინ უსმენ ვიღაცას თუ ახლა როგორო ჩვენო გვეუბნებიან ომით გვაშინებენ აბა ჯარი რა გვინდა აბა რატო დავხარჯეთ უსმენ ახლა ამას ვფიქრობ აი რა უყვა ახლა ამ ადამიანს რომ ჯარი რატო და 3 მილიონი ნახევარ ქვეყანას ამ ჩვენ გარშემონა ეს ვითარებაში ის ყველაფერი რაც თქვით რომ რაღაცნაირად ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაწილში ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ და ძალიან დიდი თემაა კი და უბრალოდ ჩვენ ამაზე ერთი პირდა გითხრა რომ მოდი ევროკავშირთან ეს ამბავი თუ ეს გაბედულებას ავიღებთ და ჩვენ ამას ესე იგი ეს დღეს ამას გადაურჩით ჩვენ რომ ეს დავიწყო ეს რომ ის და სპეციალისტები ამას უნდა ის კი არა რომ ცუდია აი ჩვენ ესე რას ამობ ცუდია ასა კარგი ეს რომ ნახოთ თემა გავშალოთ რომ რას აი ზღვიდან გავდივართ ოკეანეში და ოკეანეს აქვს თავისი ამბები ხო ამას ჭირდება მაგიდაზე დაიდოს მიმდინარე ანგარიშები ჩვენი საგადასახადო ბალანსი, ანუ ფული საიდან მოდის რაწყაროები. მე ეს ორი დოკუმენტი რომელიც სფეროს დითი ვაკომპენსირებთ. მე ამ ხო ეს დოკუმენტი საგარეო სექტორი. მაგის კითხვა და მეორე მხარეს, უკაცრავად, მეორე მხარეს უნდა დაიდოს ეს რეგულაციები, რაც ჩვენ დავხვდით. და დაასვა ჯგუფი იურისტები. გიორგი, ერთწაბათ. აი მაგალითად შენ დაფიქრდა კამაზე. ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორში უნდა იყვლიო ესა რა. სოფლის მეურნეობის სექტორში. მაგალითად აი ესეთ კითხვებს დავსვამდი რომ იყოს ყველაზე დიდი პრობლემა მაგ სექტორში არა სექტორში რამდენი დაახლოებით 52%-ია თუ არ ვცდები ჩვენთან დასაქმებული კი და საშუალოდ რამდენია ევროკავშირში და ეს როგორ უნდა მოხდეს ანუ რამდენიც არ უნდა ვიხდუნოთ ეს უნდა უთხრათ რომ დღეს ეს დაახლოებით გიდა ჩვენ თუ ეს არ გავწიეთ ეს 50% უცებ უნდა გახდეს თუ არ ვცდები 7 თუ 8% ხო ყველაზე მეტია აი ხო კოოპერაცია უნდა მოხდეს და მაგრამ პერიმეტრების ჩაკეტვა საზღვრების სატარიფო ბარიერების დაწესება ეს დოკუმენტები ჩვენი ბალანსები უნდა დავდოთ მაგიდაზე ევრორეგულაციები იმავე მაგიდაზე
ჯგუფი იურისტები, სტატისტიკოსები, ფინანსისტები, ეკონომისტები და დაახლოებით 1 წელი უნდა დეტალური კვლევა გაკეთდეს ამის. ეგ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთ შემთხვევაში, მეგობრებო. ონ ტერორს არ უნდა განიცდდეს. მე მგონი, ხო, რა თქმა უნდა. ტერორს ერთია და მეორეა, რომ რა შემთხვევაში შეიძლება მაგის გაკეთება. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი რეალისტურია. თუ მართლა არის შესაძლებელი ინტეგრაცია, მაგ შემთხვევაში ამის კეთებას აქვს აზრი. და ამ შემთხვევაში მე ვკითხვას ასე ვსვავ ამ თემას, რა ანუ ჩვენზე ხო არ არის დამოკიდებული ეს ინტეგრაცია, ანუ ჩვენ კანდიდატი ქვეყანა გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრი, საერთოდ არ არის ეს კანდიდატ ქვეყანაზე დამოკიდებული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ ქვეყნებზე, რომლებიც უკვე არიან იქ და დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს გაფართოებას და ახალი წევრების მიღებას. ანუ ეს თუ გადაწყდება ეს საკითხი, რომ კი ეს რეალისტურია, მზად არის ევროკავშირი იყოს გლობალური მოთამაშე და კავკასიაში საკუთარი ინტერესი დააფიქსიროს, ისე როგორც სხვა მოთამაშეები აფიქსირებენ, რითიც დავიწყეთ, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, აგერ იმის რა ქვია მაგას, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რაღაცა, ხო? ანუ თუ ასევე მზად არის, რომ საკუთარი ინტერესი დააფიქსიროს და მეტიც რაღაცა ნაბიჯები გადადგას, პოლიტიკური ნაბიჯები, ხო? ჩვენ ხო რაღაცებს ილუზიებში ხო ვერ ვიცხოვრებთ, ანუ ისინი სულ გეუნებიან, კი, მიგიღებთ და არაფერს არ აკეთებს საკუთარი ინტერესის დასაფიქსირებლადაც კი ამ რეგიონში, ხო? და ეს თუ არ გააკეთა, ეს თუ არ დადგა რეალისტურად, ანუ თუ არ დავინახეთ ის, რომ ისინი მზად არიან და ანუ მოდიან იმაზე, რომ რაღაცა ნაბიჯები გადადგან საკუთარი პოლიტიკური ინტერესის დასაფიქსირებლად და დასაცავად. ისე როგორც ხვები აკეთებენ. მეგონი ისინი ევროკავშირი მაგ შემთხვევაში აქვს ხოლმე აზრი იმას, რომ დაავжდეთ და ეს ყველაფერი გავიაზროთ. ყველა შემთხვევაში აქვს ჩემი აზრით აზრი, მაინც უნდა ვიცოდეთ. ნუ ცოდნის თვალსაზრისით კი ბატონო. ხო, სტატისტიკურად მაინც უნდა გქონდეთ, რომ არ აქვს. საქმის თვალსაზრისით ესეთი კვლევა შენ არ აქვს. კვლევა უნდა ვიყოს და პირიქით ჩვენ უნდა მზადება უნდა მუდმივად უნდა იყოს. არა, ეს ისედაც იმისი არ იყოს, ისედაც გამოგადგება რა, რასაც განავითარებ და როგორც ეს არის, თუნდაც ჩვენი განვითარება ეკონომიკური რა მიმართულებით მიდის. აი ისე რომ ვახსენოთ, აი სუბსიდია იქნება, აი ეკონომიკა როგორ მიდის, ღვინის დარგი როგორ მიდის, საერთოდ სოფლის ფერდობა როგორ მიდის, ჩვენი დამოკიდებულება როგორ არის. ახლა არაბეთში, თქვათ არაბეთში, აბუ-დაბიში გუშინდელი ამბავი 6 მილიარდიანი ინვესტიცია ესე ვქვია, ტურიზმის სექტორში ძირითადად. ნუ სავაჭრო ცენტრები, ტურიზმი გონიოში თუ განვითარდა, ახლა უზარმაზარი სივრცეა იქა. ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ არის, ვქვია, ემირატების ინვესტიცია და მათი მოქალაქეები უნდა ჩამოვიდნენ, ხო? თავისთავად. ხო. ეხლა ჩვენ თუ მოგვიწია საზღვრის ჩაკვეთამ, რა შვებით ამ სიტუაციაში? აი რომ კითხვის ნიშნები ხო იბადო. ხო, ანუ ამ შეთანხმებებს რატო ვაფორმებთ, ესე ვთქვათ, ხო? ანუ რატო ვაფორმებთ ემირატებთან ამ შეთანხმებას? თუ ევროკავშირისკენ გვინდა რომ არა ეს გავიგით თუ ევროკავშირისკენ მივდივართ როგორ შეიძლება ამ ხელშეკრულების გაფორმება ემირატებთან როგორ შეიძლება ანაკლიის პორტის შენება საერთოდ როგორ შეიძლება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება ჩინეთთან ინდოეთთან თურქეთთან და ასე შემდეგ ანუ ყველაფერი ეს აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის ამ ყველაფერთან იმიტომ ამბობ კვლევა უნდა დავდოთ რომ რაღაც ლოგიკაზე დავჯდეთ ლოგიკური სტრატეგია ავირჩიოთ სად მივდივართ ჩვენ არ გვაქვს საწყის ნებისმიერ სტრატეგიას სანამ აირჩე უნდა კონდეს წინასწარი კვლევა ეგრეთ წოდებული feasibility elemental feasibility ჩავატაროთ ამ საკითხის კი ბატონო შეიძლება ისეთ სარგებელს მივიღებთ რომ უარი ვთქვათ აზრი ინვესტიცია რაც აქამდე გავკეთებია ყველაფერზე თქვა თუ არ შენ ხო არ ვიცით ამ პირიქით ხო არ ვიცით აი ეს სპონტანურად იქეთ ვეცემით აქეთ ვეცემით უნდა დაიდოსო ასეკო ეს კვლევა აუცილებლად რა სერიოზული სპეციალისტები საქართველოშიც მოინახებიან დავიქირავო და დავდოთ ეს feasibility მივალ საათ ნახევარი უკვე საუბრობთ შენ შეაჯამე და ბოლოს სიტყვა დავუტოვოთ ირაკლი ხო და ჩვენ მივდივართ ის რამობს იცი ჯარისკაცმა რამობს რუსულად ამოს და რუსულად უტყვია უნდა სლოვა хочу услышать наконец რონება როსარი და ჩვენ ნახერავართ სამეცნიერო მე უბრალოდ სამეცნიერო ჟურნალები და ის პრაქტიკულად აღარ აქვს არც პოლიტოლოგიური ეს არაფერი არ აქვს ეს და ყველაფერი დავიყვანეთ ექსპერტები ბევრი ყავს და დავიყვანეთ იმაში რა ქვია სოციალურ ქსელებში შენი დედა შენი мама ის გამოხატვის თავისუფლება ამის ექსპერტებიც იცავენ ისეთი საინტერესო ადამიანები არიან რო ჭკვედებ და ამას იცავენ რომ ეს არის ძირითადად და ტელევიზიები შემოვლოჩები თავი რითიც ვართ ქართულები ჩვენ დაწული პირდაპირ გეტყვი რომ საზოგადოება მოუწყებელი ცდილობს
და ეხლა მე უკვე გუში რაცაც უყურე და ეს პინდა ბოლოში პირდაპირ თქვა და ეხლა ჩემთვის გუში სრულიად გახდა ნათელი რატო და უამრავი ისა გვაქვს ნაკლი და რაღაც ისე ვერ ვაკეთებთ, მაგრამ აკლებს რო უთხრეს რომ კისერი გაქვს ბრუდეო და სხვა რა მაქვს სწორი ქვეყანაში და ხერობური ვითარებაა და კიდე რასაც ეხლა მე ვხვდი არავისაც არ აწყობს ეს საზოგადოება უწყობელი რომ დისკუსია გაიშალოს, იმიტომ რომ უნდა ეს იყო რაზე უნდა იყოს ლაპარაკი, აემებზე უნდა იყოს ლაპარაკი, ანალიზური მიდიოდეს და უნდა იყოს სტობის. ჩვენ ხო უამრავი არ ვიცით. შეიძლება მე პირდაპირ დავიწყო პლანეტების განლაგებაზე საუბარი და კამათი, რომ ისე რომ ასტრონომი რომ მაინტერესებდეს, ჯერ ასტრონომებმა მაინც არ ელაპარაკონ, იმიტომ რომ ასტრონომებმაც კი გამიჯერა არაფერი არ იციან საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ბოლოს რო იძახია რომ იქ ერთი იმიდან აფეთქდა და მანამდე რა იყო და მაი არ ვიცით ესე იგი იძახია. ჩვენ აი არაფერზე აი რო იტყვიან ეს არის უსაგნო დებატები. აი უსაგნო დებატები და ძირითადად ვფავობთ რომ შენ ხარ მონა, შენ ხარ ესეთი, შენ ხარ რუსი, შენ ეს რატო თქვი? შენ ეს როგორ თქვი? შენ ეს რატო თქვი? შენ ეს თუმარი რა აგერბე და აგერ შენ. იმიტომ კი არაფერი არ ყოფილა მაქსიმალ ძირითადი ამბავი რამაწუხებს ხოლმე ეცე როცა ვკითხულ უფრო იქნება რამე ვქენი და რატო მოიყვანე ძირითადი ეს იქნება ირაკლი და მან ეს რატო თქვა ეს რატო მე რო თქვა რომ არ ვიცი ეს რატო თქვა ირაკლი რაღაც ის თქმა უნდა და ხვალ შეიძლება აი ჭადრაკს რო თამაშობ შეიძლება რომ ყველა მოჭადრაკე იმიტომ რომ რითი ფასობს ყველა მოჭადრაკე ცოტა მეყვარდა ჭადრაკი ყველამ რაღაცა ახალი ცვლა აღმოაჩინა რომელიც ყველა სისულელე ეგონა ხო აბა თუ ესე ვილაპარაკოთ ახლა მაშინ ჩვენ გვინდა არა ჩემი აქ მოსვლის მიზანი ეგ იყო ზუსტად რომ მოდი იქნება გავაჯამოთ და თქვენი ოპტიმისტური სიტყვა გავჯეროთ და თანდათან დავხოთ რომ აი თავისუფალი ლაპარაკი დავიწყოთ იმიტომ რომ პოლიტიკურ აქტიურობას 2008 წლიდან შევეშვი დავასრულე მაგრამ ნუ ის მოვლენები რაც ახლა ვითარდება არ მკარნახობს რომ რაღაცა მაინც რაღაცა ერთ-ორი სიტყვა მე ჩემს დავაფიქსირო თუნდაც აინტერესებს და ნუ ფაქტია რომ ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული, ხო? ძალიან მოკლე ხანში 30 წლის განმავლობაში დაუშვით ყველა შეცდომა. ჩერჩილის სიტყვებია პოლონელებზე ამბობდა, ეს არის ერი, რომელმაც დაუშვა ყველა შეცდომა, რომელიც კი შეიძლება რომ დაეშვა. დაუშვით ყველა შეცდომა, ალბათ იგივე სიტყვა და ჩვენზე, ახლა სოციალური რო ყოფილიყო. გასასწორებელია ეს ამდენი შეცდომა. თუ არ დავიწყეთ გასწორება, ჩვენ სწორად ქვეყნის მშენებლობას კი ინერციით შენდება ამ ყველა გამოვლილი რეჟიმში, ყველა ამ პოლიტიკურ ციკლებში მაინც ვითარდებოდა ქვეყანა და ამას ხედავთ, მაგრამ ტემპები შეიძლება ყოფილიყო გაცილებით უკეთესი, გაცილებით უფრო ჩქარი, რომ ყოფილიყო სწორი გადაწყვეტილებები, რომ არ ყოფილიყო ეს რაღაცა სუბიექტური აშლილობები ქვეყნის, რაღაცა ეხლა შენ წადი და მე მოვალ, იმიტომ რომ აი ეხლავე უნდა მოვიდე მე, ხო, შენ ეხლავე წადი და მე მოვალ ეხლა. არჩევნებს არ დაველოდებ. ანუ პოლიტიკა უნდა დავიწყოთ საკუთარი ეგოდან. თავში უნდა ვიპოვოთ, ევროპა უნდა დავიწყოთ საკუთარი, თავში უნდა აღმოაჩინოთ და გავცეთ ამ კითხვას პასუხი, რომ ვართ ჩვენ თავში ევროპელები თუ არა ვართ? ვართ ჩვენ იმ ცივილიზაციისთვის მზად, რომელშიც გვინდა რომ შევიდეთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენი საქციელი მეტყველებს საპირისპიროს. ჯერჯერობით ამისთვის მზად არა ვართ. ეკონომიკას თავი დავანებოთ და ჩვენ საქციელს, ადამიანებს, ფსიქოლოგიას ეთნომენტალიტეტ, ეთნოფსიქოლოგია. აი ამაზე ვისაუბროთ. ვარ თუ არა მზად? თუ გვინდა რომ მოვემზადოთ, მაშინ ჩვენ ამ შეცდომების გასწორება უნდა დავიწყოთ. აი, წავედე და ცოტა გასწორება. აი, ყველაზე აი რაღაცა შეიძლება ეკონომიკური რიცხვებში ვერ ერთგვარდება, მაგრამ ქვეყანა რომელიც ყველა ხო თავხდები ტურიზმზე, კარგია, ცუდია ხო დამოკიდებული. სარესტორნო ბიზნესზე ხო ვარ დამოკიდებული. და ამაში სრულიად კარგად უყურებთ, ტელევიზიებიც ამაში მონაწილეობენ, ადამიანები მონაწილეობენ, ის ექსპერტები მონაწილეობენ და ყველას პასუხისმგებლობა ვინც პირში წყალში და ჩაფურთხებაზე ვლაპარაკობთ. არა, აი რო იტყვიან ბიზნესის თვალსაზრისით გელაპარაკები ხო ადამიანობის თვალსაზრისით ხო გავსდით რა ის ევროპა და შენ აკოტრე ესე იგი რეალურად ვთქვა ადამიანს დანოსები ხო ეს დანოსები ანონიმკები 30-იან წლებში დანოსი მომწონდა ის რეპრესიები დანოსებით იწყებოდა ვიცი რომ დანოსი თემურგლარი ეს სულიერი მოთხოვნილება არის ჩეკას მიწერ თუ ვიღაცას მიწერ ეს ადამიანებს რო უყურებს თქვია კუდა მორიელის არის ამას ვერ მოიშლის დანოსი და შევეგოთ ეს ეთქობა ცოცხლოს მუდმივად მაგრამ ეს ხო ძალიან ისევ აფეთქდა ცოტა ხანი მიძინებული იყო და ახლა ისევ აფეთქდა აი ერთანაც კი რაღაცებზე არ ლაპარაკობ სხვათა შორის მე უნდა გითხრა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მგონია რომ ეს იქნება ერთ დარჩება იმიტომ რომ
ბატია, ი ჩაფურთხება ადამიანს არ მოკლავს, გველის გესლი არ აკლავს. ეს სიტყვა, რო ითქვა, ეს არის გაცილებით უფრო ძიმე და რო აყვნენ და ის დუმილი, რომელთაც აყვა ეს საზოგადოება. და ვინც აყვა, ამას არც ექსპერტს აქვს გამართლება, ამას ვინც აყვა და შეხედა რომ და იოლად თქვენ. არა, იცი რა, ეს იმიტოა, რომ თქვენ ნერვები აუშალეთ და რო დალაგდება ყველაფერი, მე ესეც გამოსწორდება. არის რაღაცები, რაც აღარ სწორდება. არც ბიზნესში მართდება და ევროპა რო ახსენე, იმიტომ. ნუ ახლა ეგ უკვე ეგეთი სიტუაცია ეგ ერთ ქვეყანას გააკოტრებს. ეგ რო ხა გარეთ გაიყანო, ერთ ქვეყანას გააკოტრებს. კიანად რომ მე და ხორვატებმა ეს რო გააკეთონ, წერო ამბობდნენ. ტურიზმის დამოკიდებული ქვეყანა. მე რომ მომეჩვენოს რომ ღვინო და ხორვატიაში დაბაბეტი რა დანარჩენი. აი ამაზე ვლაპარაკობთ. და ამას მე ტაში დაუკრათ ახლა ჩვენ ეს ამბავი. აკვრათ ხა ნერვებია ეშალა. იგი ტელევიზორის ის გამოდის, ეგ ჟურნალისტი ამას იძახის, პროფესორი ამას იძახის და რა ვიცი. საუბარი მაინც საჭიროა. მაინც საჭიროა საუბარი. დავასრულებინოთ ირაკლის, თორე ვერ დავასრულებთ. საუბარი მაინც საჭიროა, ჩემი აქ მოსვლაც ზუსტად ამას გულისხმობდა, რომ უნდა ვისაუბროთ, გავხსნათ თემები, ტაბუ დადებული თემებიც უნდა გავხსნათ და საუბარს ალტერნატივა არა აქვს. საუბრის ალტერნატივა არის ქუჩის ძალიან მძიმე მოვლენები, რომელიც ჩვენ უკვე ნანახი ვაქვს და ეს ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ, მაგრამ საუბარი განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, ვისაც მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა უყვართ, რაღაც განათლება მიღებული აქვს და არა აქვს ინფორმაცია, აშკარად ინფორმაციის ნაკლებობა აქვს და ეს მისაწოდებელია. და მთავრობასაც უნდა მოუწოდო, რომ ცოტა გააქტიუროს და უფრო ხარისხიანი გახადოს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაშიც წოდავს აშკარად. ამ ნამდვილად თავის მართლება სულ რომ ვიღაცა გაბრალებს და შენ თავს იმართლებ, უკვე წაგებული ხარ, ხო? პიარული თვალსაზრისით. ამიტომ უნდა ახსნა რას აკეთებ, უნდა ახსნა რომ შენი საქციელი სწორია და ძალიან ბევრი მოგისმენს, დაგიჯერებს. მადლობა ღმერთს დღეს ამის საშუალებები არსებობს კომუნიკაციების და აი ესე ვფიქრობ მე, მაგრამ ნუ სამოქმედოა ნამდვილად. მადლობა თქვენ. მადლობა სტუმრობისთვის და განხილვისთვის. დავასრულოთ, შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდგომ პოდკასტში.